ვიწყებთ ახალი კონტინენტის დაპყრობას. კომერციული საქმიანობა სასურველ შედეგს არ მაძლევდა და გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ მისი წყალობით სხვადასხვა ქვეყანაში მოხვდი და მაინც 1998 წლის შემოდგომაზე საქმე იმდენად ამეწეცა, რომ დიდი ვალები დამიგროვდა. საქართველოში ამხელა თანხის გასტუმრებას ალბათ 10 წელს მაინც მოვანდომებდი. იმ პერიოდში ბევრი ქართველი სამუშაოდ ამერიკაში მიდიოდა და მეც გადავწყვიტე. მეცა და ბედი, თუნდაც შავი მუშის ადგილი მეშოვა. საერთო ჯამში ამერიკაში 2 წელიწადი და 5 თვე ვიცხოვრე და იმდენი რამ გადამხდა თავს, რომ სქელტანიანი წიგნიც არ იკმარებს. არანაირ სამსახურს არ ვთაკილობდი, ყველაფერს კიდევდი ხელს, რასაც კი წავაწყდებოდი. ბოლოს ავტომანქანის მართვის უფლების მისაღებად გამოცდებით ჩავაბარე და ტვირთის გადაზიდვის კომპანიაში მოვეწყვრე. ამის წყალობით თითქმის მთელი ამერიკა შემოვიარე და ხშირად კანადასა და მექსიკაშიც გადავდიოდი. კანადა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე 5000 კილომეტრზეა გაჭიმული, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე კი 6000 აღწევს. მისი ტერიტორია აერთიანებს სტეპებსა და გაუვალ ტყეებს, ტუნდრასა და არქტიკულ ყინულოვან ზონებს. ქვეყნის ნახევარზე მეტი დაუსახლებელია. ქალაქები და დასახლებული პუნქტები ძირითადად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სულ 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ინგლისელი მეზღვაური ჯონ კაპოტი პირველი ევროპელი იყო, ვინც კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენიდან 5 წლის შემდეგ 1497 წელს დაადგა ფეხი ამ მიწას. მას სიკვდილამდე სჯეროდა, რომ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში მოხვდა და მხოლოდ 1534 წელს, როდესაც ფრანგმა მკვლევარმა ჟაკ კარტიემ გამოიკვლია წმინდა ლავრენტის სახელობის მდინარე, საბოლოოდ დაადგინეს, რომ ეს ადგილები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს ეკუთვნოდა. 100 წლის შემდეგ მდინარის გასწვრივ პირველმა ფრანგმა კოლონიზატორებმა დაიწყეს დასახლება. მათვე დააარსეს კვებეკი და მას ახალი საფრანგეთი უწოდეს. მე-17 საუკუნეში საფრანგეთიდან და ინგლისიდან მასობრივი იმიგრაცია დაიწყო. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ფრანგებსა და ინგლისელებს შორის სასტიკი ბრძოლები იმართებოდა, რაც ათეული წლები გრძელდებოდა. 1763 წელს კვებეკთან ინგლისელებმა ფრანგები დაამარცხეს და მთელი კანადის ტერიტორია ინგლისის იმპერიას დაექვემდებარა. 1867 წელს კანადის მოსახლეობა ინგლისს აუჯანყდა და ამ ბრძოლაში წარმატებას მიაღწია. კანადა დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. ავტომობილიდან დანახული ქვეყანა. ამერიკაში ყოფნისას ნიუ-იორკში ცხოვრობდი. კომპანია, სადაც მუშაობდი, ძირითადად ავეჯის გადაზიდვით იყო დაკავებული. ზოგჯერ ნიუ-იორკიდან რომ გავიდოდით, 2-3 თვე აღარ ბრუნდებოდით. ქალაქიდან ქალაქში დავდიოდით, მუშაობდით და მანქანაშივე გვეძინა. მივლინების დროს ხშირად 2 მძღოლი ერთად გზავრობდით. ბუნებრივია, ამერიკელები ასეთ სამსახურს თავს არიდებენ. შეერთებულ შტატებსა და კანადას ბევრი ავტომობილო გზა აკავშირებს. მათ შორის განსაკუთრებული ის გზატკეცილია, რომელიც ნიაგარის ჩანჩქერთან კვეთს საზღვარს. ეს ჩანჩქერი ორივე ქვეყანას ეკუთვნის და მის დასათვალიერებლად ორივე მხრიდან უამრავი ტურისტი მოდის ბუნების ამ საოცრების სანახავად. სტატისტიკური მონაცემებით ნიაგარას ყოველწლიურად 15 მილიონი ადამიანი ნახულობს. პარადოქსია, თითქოს აშშ და კანადა ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ თვალში საცემია, რომ ამერიკელები სულ სადღაც ჩქარობენ და გამუდმებით დარბიან. კანადაში კი საპირისპირო სურათია. კანადელებსაც უყვართ შრომა და ფულიც აინტერესებთ, მაგრამ საამისოდ იქ გიჟივით არავინ დარბის. მახსოვს ერთხელ მონრეალში ჯონისთან ამერიკელი მძღოლი და ჩემი მეწყვილე ერთად საწყობში 2 საათზე უნდა მივსულიყავით, მაგრამ გზაში შევფერხდით და მხოლოდ 4-ისთვის ვახერხებდით მისვლას. უნდა გენახათ, როგორ იკლავდა თავს ჯონი. საწყობში სამუშაო დრომ თავდება. კანადელი ზედმეტ 1 წუთსაც არ გაჩერდება. საქმეს ხვალისთვის გადატევს და მომდევნო შეკვეთას დავყარგავთო, ამბობდა. ეს მონრეალში მოხდა და გამიხარდა, რომ იძულებითი მოსθენის გამო კანადის სიდიდით მეორე ქალაქის დათვალიერების საშუალება მომეცა.
მონრეალი ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრია. ეს უდიდესი ნავსადგურია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ამერიკული ქალაქების მსგავსად, მონრეალშიც უამრავი ცათამბჯენს ნახავთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უამრავი ავტომობილია, გარშემო სრული სიწყნარია. ქუჩაში მოსეინეთა სიმცირით თუ იმსჯელებთ, პროვინციულ ქალაქში გეგონებათ თავი. ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს საკუთარი ავტომობილი ჰყავს. საჭესთან 80 მიტანებული ადამიანებიც ხედან. თავიდან მანქანებით მოჯირით ბებიებს და ბაბუებს რომ ხედავდი, მიკვირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე. თუმცა ერთხელ მაინც შევესწარი სცენას, რომელმაც გამაოცა. სანამ ჩვენი ტრაილერი იტვირთებოდა, ჯონისთან ერთად კაფეში შევედი. კუთხეში ასე 80 წლამდე ქალბატონი იჯდა. საუზმობდა და თავის შავკანიან მომლეს ესაუბრებოდა. ყურადღებას არ მივაქცევდი, მათ გვერდით ინვალიდის ეტლი რომ არ დამენახა. საუზმეს რომ მორჩა, მომლელმა ქალი ეტლში ჩასვა, მანქანასთან მიიყვანა, მერე საჭესთან გადასვა, თვითონ კი გვერდზე მოუჯდა. თვალს არ უჯერებდი, ბებომ ავტომობილი დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა. კანადელებს უავტომობილო ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. საქმეებზე სიაროს თავი რომ დავანებოთ, შეყვარებულებიც უმეტეს დროს ავტომანქანაში ატარებენ. ავტოსტრადებზე უამრავი კაფე შეხვდებათ. საინტერესოა, რომ იქ არც მაგიდები დგას და არც კამები. ეს ძღვრებისთვის განკუთვნილი სპეციალური კაფეებია. მიადგები ავტომობილით ფანჯარას და შეუკვეთ სასურველ კერძს, რომელიც 5 კილომეტრში მდებარე კაფეში მომზადებული დაგხვდება. კანადაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გოლფი. ქვეყანა მოფენილია გოლფის მოედნებით და დიდი ან პატარიანად ყველა თამაშობს. კანადელი კაზინოში არ შევა, მაგრამ გოლფში შეიძლება მთელი ქონება წააგოს ან მოიგოს. ერთხელ მეც მოვხსინჯე გოლფის თამაში. ადვილი მომეჩვენა, მაგრამ შევსდი, გოლფი ნერვების დიდი დაძაბვისა და ნებისყოფას მოითხოვს. ისე შევედი აზარში, რომ რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი ჩაუშვი. ტორონტო. ოფიციალურად ტორონტო კანადის ბიზნესის ცენტრად ითვლება. ამასთან ძალიან სუფთა, უსაფრთხო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია. ტორონტოს გახსენებისას მუდამ სევდა მომეძალება ხოლმე იმ შეხვედრის გამო, რომელიც ამ ქალაქში მქონდა. თბილისელი ნაცნობი დამიკავშირდა და მთხოვა, თუ ტორონტოში მოხვდები, ჩემს ნათესავს მიაკითხე, რომელიც იქ 1994 წლიდან ცხოვრობს. დაუკავშირდი თუ არა, შინ მიმიწვია და იმ საღამოსვე ჯონისთან ერთად კანადელ ქართველს ბადრი ბერაძეს ვეწვიეთ. ბადრის კანადელი ცოლი ჰყავს, რომელმაც დიდებული სუფრა გაგვიშალა. როდესაც სუფრაზე ჩახოხბილი ელარჯი, საცივი და შავი ღვინო დავინახე, აღთუანებისაგან შევყვირე. ვა, ბადრი, ეს საიდან? საქართველოში მგონია თავი. შაშან დედაჩემი იყო ჩამოსული და იმან შეასწავლა სანდრას ქართული სამზარეულო. ამაყად მიპასუხა ბადრიმ. მაშინ ძმაო, გაუმარჯო საქართველოს და მის ძარს, სანდრას, რომელმაც ქართული სუფრის ეშხი შორეულ კანადაში გააცოცხლა და საქართველოსთან დროებით გადაკარგული შვილები გაახარა. თქვი ფეხზე ავდექი და ყანწი მოვითხოვე. ყანწი არ ჰქონდა და მის ნაცვლად ბადრიმ დიდი ლარნაკი მომაწოდა. ჯონი გაშტერებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რას ვაკეთებდი. შემებრალა ჩემი ამერიკელი მეგობარი და სანდრას თხოვე. შენ ხომ იცი ჩვენი ტრადიციები? აუხსენე ამ ყვაწვილს. თან ასწავლე, როგორ უნდა მიირთვას ელარჯი. No problem, მიპასუხა სანდრა. იმ საღამოს სასიამოვნო დრო გავატარეთ, თუმცა მხიარულების მიუხედავად ბადრის თვალებიდან სევდა არ გამქრალა. ჩავეძიე და თავისი თავგადასავალი მიამბო. ჩამოყალიბდა თუ არა ქართული ეროვნული გვარდია, ბადრი დაუყოვნებლივ მებრძოლთა რიგებში ჩამდგარა. იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. სჯეროდა საქართველოს მომავლის და თავს არ ზოგავდა. სოხუმის დაცემის შემდეგ პარტიზანებთან ერთად დარჩა. დრო გადიოდა და ბადრის იმედი უცვლუდებოდა. დასახიჩრებული მეომრები მათხოვრებად აქციეს. ზოგი მათგანი ყაჩაღად და ბანდიტად გამოაცხადეს. ბევრი ფიქრის შემდეგ ბადრიმ სამშობლო დატოვა და ბოლოს კანადაში აღმოჩნდა. უკან დაბრუნებას არ აპირებ? კვირა არ გავა თბილისი რომ არ დამესიზროს, მაგრამ სად წავიდე, რა ვაკეთო იქ? აქედან ბიჭებს და ნათესავებს მაინც ვეხმარები. ზოგჯერ ისე ამომივა ყეში ყველაფერი, ფიქრობ, მივატოვებ აქაურობას და დავბრუნდები მეთქი, მაგრამ არ გამოდის.
ჯონი ისე გამოთვრა, დილით ძლივს ავაყენე. შემდგომში, როდესაც ქართველებთან შეხვედრის შანსი გვიჭდებოდა, პირველი ჯონი გარბოდა. რომ კითხე, რით მოსწონდა ქართულად კეიფი, პასუხობდა, სხვანაირად თბილები ხარ და თქვენთან ყოფნას არაფერი ჯობიაო. 1999 წელი. ბოსტონელი ბონდო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ყოფილვარ. მუშაობდი ტვირთის გადასაზიდ კომპანიაში, დავატარებდი უზარმაზარ ტრაილერს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და შედლების და გვარად მოგზაურის ჭიასაც ვახარებდი. ზაფხულის პერიოდში სამუშაო სამაგდებოდა. კომპანია ხშირად მექსიკაში მგზავნიდა. ქვეყანაში, საიდანაც უამრავი ადამიანი შედის ამერიკაში. სწორედ ამიტომ აშშ მექსიკის საზღვარზე საკმაოდ მკაცრი კონტროლია დაწესებული. რაკი ბონდო მაჭარაშვილის რაკი მექსიკაში ნამყოფი ვიყავი, გავთამამდი და ქართველი მეგობარი ჩავისვი მანქანაში. ბონდო მაჭარაშვილი ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა და ზაფხულობით მუშაობდა. ძალიან უნდოდა მექსიკის ნახვა. ამის გამო დამიკავშირდა და მეც დამხმარედ წავიყვანე. მივიწყებული ცივილიზაციების ქვეყანა. მექსიკას მივიწყებული ცივილიზაციების ქვეყანას უწოდებენ. ხშირად 1000 საიდუმლოს მხარეთად ნათლავენ. მექსიკის ტერიტორიაზე 7 საუკუნე იარსება და ჩრდილოეთიდან ბარბაროსული ტომების შემოსევის შედეგად დაიღუპა ეგრეთ წოდებული ტეოტიხუაკანის ცივილიზაცია. მის ნანგრევებზე აღმოცენდა ჯერ ტოლტეკების, შემდეგ მაიასა და აცტეკების ცივილიზაციები. მექსიკელები აცტეკების დამამავლებად ითვლებიან. ტეხასის შტატიდან მექსიკაში გადავედი და მეხიკოსკენ მიმავალ გზას დავადექით. გზა ლარევით სწორი და დამღლელია. მექსიკა ბუნების სილამაზით არ გამოირჩევა. მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი გადახრუკული ველებით არის დაფარული. პირველი ევროპელები, ვინც მექსიკის მიწაზე დადგეს ფეხი, ესპანელები იყვნენ. ეს მოხდა 1517 წელს, როდესაც კუბის გუბერნატორმა ველასკესმა გამოგზავნა გემები დე კორდობოს მეთაურობით. მათ გენეხასის კუნძულიდან მონები უნდა წამოეყვანათ. ძლიერმა ტროპიკულმა შტორმმა გემები შორს გაიტაცა და მათთვის უცნობ ნაპირთან გამორიყა. ესპანელების თვალწინ პირამიდები და სასახლეები აღიმართა. ტაძრები ოხროთი და ძვირფასი ქვებით სავსე აღმოჩნდა. ეს ამბავი ევლის სისწრაფით გავრცელდა ევროპაში. ესპანელმა კოლონიზატორებმა მექსიკის ტერიტორიების აქტიური დაპყრობას მიჰყვეს ხელი. ესპანელებისაგან განთავისუფლება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მექსიკამ 1824 წელს შეძლო. მექსიკის დედაქალაქი. მეხიკო უზარმაზარი და თვალწამტაცი ქალაქია. უდავოა, რომ ის მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების ათეულში შედის. მეხიკოში ორი მთავარი პროსპექტია: რეფორმა და ინხენხენცესი. იქ ერთმანეთს საუცხოოდ ერწყმის აცტეკური ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშები. მექსიკა მდიდრებისა და ღარიბების მკვეთრად გამიჯნულ ორ სამყაროდ იყოფა. მეხიკოს მდიდრების უბანს ლამასი ქვია. იქ მოხვედრე კაცს ზღაპარში გეგონება თავი. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არ მინახავს ისეთი მდიდრული სასახლეები, როგორც ლამაში. ამ სასახლეებს პოლიცია იცავს, ხოლო ეზოებში 5-6 ძაღლი მაინც ჰყავთ. ჩვენი კლიენტი სწორედ ამ უბანში ცხოვრობდა. ამერიკაში შეკვეთილი ავეჯი დღის მეორე ნახევარში ჩაუტანეთ. პოლიციელებმა სახლის ეზოში საბუთების საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ შეგვიშვეს. დავიწყეთ ტრაილერიდან ტვირთის გადმოზიდვა. სახლი დიდი არ იყო, სულ 2 სართულისაგან შედგებოდა, მაგრამ ჩვენ და გასაოცრად ყველა მხარეს ლიფტი ჰქონდა დამონტაჟებული. ნეტა რა თუნდა 2 სართულიან სახლს ამდენი ლიფტი? გაიკვირვა ბონდო. კაცია და გუნება, აქვს ფული და აკეთებს იმას რაც უნდა, უპასუხე. ეზოში რამდენიმე ვეებერთელა ძაღლი დარბოდა. პირველად რომ დავინახეთ, შეგვეშინდა, მაგრამ მსახურმა დაგვამშვიდა, თქვენ საქმეს მიხედავთ, ძაღლები ახლოსაც არ გაგიკარებიანო. ავეჯის ზიდვა მძიმე სამუშაოა. ჩემთვის ასეთი დატვირთვა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ბონდოს კი ძალიან გაუჭირდა. მოდი რა კაკო, ცოტა დავისვენოთ, თორემ მოვკდი კაცი, შემომჩივდა. დავისვენოთ, დავთანხმდი და კიბეზე ჩამოსაზრდომად სახლისკენ წავედით. დასკვნა ვერ მოვასწარით, რომ ძაღლები ჩვენსკენ გამოექანენ. ისეთი გაავებულები მორბოდნენ, კინაღამ გული გაგვისხდა. შიშისგან ისე დავიბენი,
არ ვიცოდი სად გავცეულიყავი. ბონდო უცებ იქვე მდგარ ხეზე აძვრა. თან დამიყვრა სანამ არ შევჭამენ, მან დიდგებიო. ამ შეძახინმა მიშველა. ადგილიდან მოწყდა სახში შევარდი. ძაღლების დაშოშმინებას 9 საათი მოუნდა. მე კიდევ 1 საათი მაინც დამჭირდა, რომ აზე მოსულიყავი და მუშაობა გამიგზელებინა. სახლის პატრონმა მომხდარი ამბავი რომ შეიტყო, სამსახური მიატოვა და მოვიდა. ისე ნერვიულობდა, იქით ვაწყნარებდი. ეს უბრალო გულისხმიერებად ჩავთვალე და ვესიამოვნა, მაგრამ შევსდით, თურმე მას ჩვენი დარდი კი არ ქონია, არამედ ის აღელევდა არ მიცივლონდო. როდესაც დარწმუნდა რომ ასეთი რამ აზრადაც არ მოხსლია, დამშვიდა და ხასიათზე მოვიდა. თუმცა სანამ მუშაობდით, გვერდიდან აღარ მოგშორებია. საღამოს კი ვახშამზე დავყვატიჟა და მის სახლში ღამის გათევა შემოგთავაზა. მანქანაში ძილი მობეზრებული ჰქონდა და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. იმ დღეს გვარიანად მოვილხინეთ და ბატონ მიგელსაც გაუშინაურდით. ბოლოს გავბედეთ და ვკითხე: ბატონო მიგელ, ჩვენი ჩივილის ასე ძალიან რატომ შეგეშინდათ? შაშა კამფანჯრების ხელოსანი მყავდა და ჩემმა ძაღლმა უკვილა. იმან სასამართლოში მიჩივრა. მერე ეთმოთ ვიკითხეთ ორივე. მერე სასამართლო იმხილად ჯარიმა დამოდო, რომ ცხოვრების ხალისი დამეკარგა. ნაღვლიანად თქვა მიგელმა და ისევ ეჭვით შემოქმედა. ნუ გეშინიათ ბატონო მიგელ, ჩვენ ქართველები ვართ. ასეთ რამეს არ ვიკადრებთ. მადლობის ნიშნად ორივეს ხელი ჩამოგვართვა და საძინებელი ოთახისკენ გაგვიწვა. მექსიკელები და ქართველებთან შეხვედრა. მექსიკელები შედარებით წარმორჩილი ხალხია. როგორც შევიტყვეთ, ამის ძირითადი მიზეზი წყალი ყოფილა. საუკუნეების მანძილზე უარგის წყალს სვამდნენ. დღეს კი უმეტესწილად კოკა-კოლათი და წვენებით იკლავენ წყურვილს. ქვეყანაში დიდი უმუშევრობაა. ღატაკები და მათხოვრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდება. ბევრი მექსიკელი ბედის საძებნელად ამერიკაში გადასვლას ცდილობს. სტატისტიკის თანახმად ამჟამად აშშ 8 მილიონი მექსიკელი ცხოვრობს. მექსიკელის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ეროვნული თავისებურება იარაღისკენ ტოლვაა. ამიტომაც ქვეყანაში თავისუფლად იყიდება ყველანაირი იარაღი. სიძულჭირეში მყოფმა მექსიკელმაც კი შეიძლება ყველაფერი მოიკლოს და იარაღი შეიძინოს. მექსიკელები ძალზე მხიარული, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია. ქართველების არ იყოს, მათაც იციან რესტორანში ერთმანეთისთვის სასმის გაგზავნა, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთს ორკესტრებსაც კი უგზავნიან. წინასწარ გადაიხდიან ფურ და სასურველ სიმღერებს უკეთავენ. ერთხელ სტატებში რომ ბრუნდებოდი, სიცხისაგან გადახრუკულ გზაზე გაჩერებული სატვირთო მანქანა შევნიშნეთ. ლოდინი დატანჯულ მძღოლს მანქანა რომ გაუჩერეთ, სიხარულით სასეწია. რობერტოს, ასე ერქვა მძღოლს, ძრავა გაფუჭებოდა და უახლოეს დასახლებამდე წაყვანა გთხოვა. დიდხანს იდექით გზაზე დავინტერესი 4-5 საათი. ჩვენში გზაზე ნაცნობი თუ არ შევხვდა, არავინ გაგიჩერებს. შანს ერიდებიან, მიპასუხა რობერტომ. გამოდის რომ გაგიმართლა. დიახ, გამიმართლა. სადაურები ხართ ბიჭებო, დაინტერესდა მექსიკელი. ვერაფრით გაიგო სად იყო საქართველო. სამაგრო ჩვენ დიდად მადლიერი დარჩა. უახლოეს დასახლებაში თავისი ძმის დუკანში დაგპატიჟა. მექსიკა სავსეა პატარა იაფასიანი დუქნებით, სადაც ბრუნავ შამფურებზე ათეულობით ქათამს ერთდროულად წვავენ. ეს დუქნები დღე და ღამე მუშაობენ. იქ ძირითადად ღარიბი მექსიკელები შედიან. მათ ძალიან უყვართ წნილი, ტყემლისა და პამიდრის საწებელი, ცხარე საჭმელი. რობერტომ თავისი ძმა გაგვაცნო და მას მიგვაბარა. თვითონ კი ბოდიში მოგვიხადა. გადაუდებელი საქმეები მახსოვ და დაგვემშვიდობა. იმ დღეს ძალიან გემრიელად ვისადილე და სანამ დუქანში ვიყავით, ორკესტრიც არ მოგშორებია გვერდიდან. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მექსიკაში ქართველის ნახვა ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ბევრს შეხვდები ეგრეთ წოდებულ ტოლვითა ბანაკებში, რომელიც ამერიკა-მექსიკის საზღვრის ორივე მხარესაა გახსნილი. ბევრი ქვეყნის მოქალაქე, ვისაც ამერიკაში მოხვედრა სურს, იქ მექსიკიდან გადასვლას ცდილობს. საამისო ტყის ბილიკებს იყენებენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საიმიგრაციო სამსახურის ხელში ვარდებიან. ტოლვითა ბანაკში კი მათი შემდგომი ბედი წყდება. ზოგს ტოვებენ, უმეტესობა დეპორტაციის მსხვერპლი ხდება და იძულებით ბრუნდება თავის ქვეყანაში. აშშ საზღვრამდე 2-3 კილომეტრი იყო დარჩენილი. ამერიკასთან შედარებით მექსიკაში საწვავი გაცილებით იაფია და ამიტომ ავტოგასამართ სადგურთან გავჩედით. ორი შავგრემანი ბიჭი მოგვიახლოვდა და დაგვაშტერდა.
ქართველები აღმოჩნდნენ. ძალიან გაგვიხარდა, ერთმანეთი გავიცანეთ. ბიჭებს შტატებში გადასვლა უნდოდათ, მაგრამ პოლიციის ეშინოდა და ვერ ბედავდნენ. ძმაო, იქნებ დაგვეხმარო, გაჭირებული ხალხი ვართ, მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. გადაყვანით ვერ გადაგიყვანთ, შემიძლია ფული დაგეხმაროთ. ფული რად გვინდა, ნუ თუ ამხელა მანქანად ჩვენთვის პატარა ადგილი არ გაქვს, გაღიზიანებულმა მითხრა მეორემ. აზრი არ აქვს, მაინც გიპოვიან. თქვენი საქმეს გაგფუჭდება და ჩვენიც. ავღედი, რადგან შევატყვი, რომ ვერ ვარწმუნებდი. თუ გული გულობს, გადა ორი ხელით იჭმევაო, ხომ გაგიგონია? აგდებულად მითხრა პირველმა და დააზინა. ასია, ქართველები მარტო სუფრასთან ვართ მაგრები. სხვაში არაფერში უთივართ ღმერთსო. სისხლი თავში მომაწვა, ასაც საყვიდოს ნამდვილად არ ვიმსახურებდი და ძლივ შევიკავე თავი. კამას აზრი აღარ ქონდა და წასვლა ვამჯობინე. განერიულებულები გავეცარეთ იქაურობას, საზღვარი გადავკვეთეთ და ნიუ-იორკის გზაზე დავდექით. 2000 წელი. არგენტინა, ევროპა. თუ ბედმა გაგიღიმა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდით, თანაც ჩემსავით მოგზაურობაში ჭკუას კარგავთ, ჩათვალეთ, რომ ოცნება ძალზე იოლად აესრულებთ. არგენტინაში გამგზავრება გადავწყვიტე და ერთმა ტურისტულმა ფირმამ რომ იტყვიან თითითიძე არ დამაკარებინა, ყველაფერი თვითონ მომიგვარა და სულ მალე ნანად ქვეყანაში ამოყავი თავი. გამგზავრებამდე თბილისელი სომეხი ვადიკა, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს, მოვიდა ჩემთან. კაკოჯან, ბიჭა ჩემი რაფიკა 10 წელია ბუენოს-აირესში ცხოვრობს, თუ ძმა ხარ, ეს წელი წაიღე და გადაეცი. თხოვა და ფუცლების მოძილი დასდა მომაწოდა. ბომბი ხომ არ გიდეს, გამოუცა ქაღალდის დასდის სიმძიმე. არ აქვს ხვენია, კაკოჯან, ფოშტაში ხომ იცი ფულს აიღებენ, შენ კიდე მაინც მიდიხარ. ასიზამ, სომხი პრაქტიკული ხალხია. ასე რომ არგენტინაში ორი მისია მქონდა, დამეთვალიერებინა ქვეყანა და მომენახულებინა რაფიკა. ცოტა რამ წასულიდან. არგენტინაში ყველაფერი უკუღმაა. ჩრდილოეთში ცხელა, სამხრეთში კი ცივა. იქაური ინდიელები, ჩრდილოეთ ამერიკელები მტკიცრები არ ყოფილან და არც მე-16 საუკუნეში გამოჩენილ ესპანელებს გასჭიროებიათ მათი დაპყრობა. ესპანელებს იქ ვერცხლი უპოვია და იქაურობა ვერცხლის ქვეყნად მოუნათლავთ. არგენტუმი ხომ ლათინურად ვერცხლს ნიშნავს. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ვერცხლი იქ არც თუ ისე ბევრი ყოფილა, მაგრამ ქვეყანას პირველად დარქმეული სახელი მაინც შერჩა. არგენტინის აღმოჩენას ესპანელი ხუან დიას დე სულის მიაწერენ, რომელიც მის სანაპიროს 1516 წელს მიადგა. 1580 წელს კი ესპანელმა კოლონიზატორებმა პერუდან გადალახეს ანდები და დაარსეს ბუენოს-აირესი. სხვათა შორის არგენტინა 4 გეოგრაფიულ ნაწილად იყოფა. პატაგონია, სამხრეთ ნაწილში მდებარე მაღალმთიანი რაიონია. ზაფხულში ქვიანი და გამომშრალი ბუჩქები და დაფარული ადგილი სიცხით იხრუკება. ზამთარში კი საკმაოდ ცივა. ეს მეცხოველეობით ცნობილი მხარეა, ძირითადად ცხვარს ულიან. პამპაც მეცხოველეობით გამოირჩევა. იგი აღმოსავლეთით მდებარეობს. თითოეული ფაზენ და თვალუწვდენელი მინდვრებზეა გადაჭიმული. ძირითადად სხვილფეხარ ქოსან პირუტყვს ულიან. ცნობილი არგენტინული ჯიშის ხორცბალიც მოჰყავთ. გრან-ჩაკო პამპის ჩრდილოეთის ცხელი ნაწილიდან იწყება, სადაც მეცხოველეობაც არის განვითარებული და ბამბაც მოჰყავთ. დასავლეთ ნაწილში აღმართულ ანდებში მევენახეობას და მეციტრუსეობას მისდევენ. ჩილესთან საზღვარიც იქ გადის. სოფლის მეურნეობის პროდუქტების 3/4 ქვეყნის ექსპორტს წარმოადგენს, თუმცა არგენტინა ავტომობილებსაც აწარმოებს, ტელევიზორებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ თვითმფრინავებსაც. თეთრი ადამიანების ქვეყანა. 9 საათიანი ფრენის შემდეგ ღამით ჩავედი ბუენოს-აირესში. სასტუმროდან რაფიკას დაურეკე, მითხრეს, რომ ქალაქში 3 დღის შემდეგ იქნებოდა. სხვანაცნობი ამუზარმაზა ქვეყანაში არავინ მყავდა. დავყვებოდი ტურისტთა ჯგუფს და ყურადღებით უსმენდი გიდებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში არგენტინა მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყნად ითვლებოდა. უკან ჩამოუტოვებია ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ევროპასთან ერთად. ანდაზაც კი იყო ასეთი, მდიდარია როგორც არგენტინელი. ამიტომაც ჩადიოდნენ და ჩადიოდნენ არგენტინაში.
სამხრეთ იტალიელები, პირენეის ბასკები, გერმანელები, ავსტრიელები, შვეიცარიელები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, რუსები, ებრაელები. აი აფრიკელები კი საერთოდ არ ყოფილან. ასე გაჩნდა სამხრეთ ამერიკაში თეთრი ქვეყანა, კათოლიკური აღმსარებლობით, ესპანური სულისკვეთებით და ნაკლებად ევროპული ცხოვრების სტილით. საუკუნის წინ იქ ჩასული თითოეული ერის წარმომადგენლები ისეთ ადგილს ირჩევდნენ, სადაც თავად მოსწონდათ და საკუთარი ადათ-წესების შესაბამისად კვირდებოდნენ ამგვარად. სიცივის ამტარმა შოტლანდიელებმა მშვენიერი პატაგონია აითვისეს, თავისი მყინვარებითა და ცივი ტბებით. რუსები და ებრაელები ძირითადად ქალაქებში დასახლდნენ. არგენტინას საკუთარი შვეიცარია აქვს ანდების მაღალ მთაში, სადაც სამთო ტურიზმის ქალაქი სან-კარლოს და დი-ბარილოჩე მდებარეობს და ძირითადად სწორედ შვეიცარიელები ცხოვრობენ. არგენტინაში სირიელებიც კი სახლობენ, რომლებიც სამხრეთ ამერიკაშიც იშვიათად შეხვდებით. უფრო მეტიც, დღევანდელი პრეზიდენტი კარლოს მენიმი წარმოშობით სირიელია, დაბადებიდან მუსლიმანი, რომელიც მოზრდილ ასაკში გაქრისტიანებულა. არგენტინელებს ისე უყვართ შოკოლადი, რომ საექსპორტოდ ვერ იმეტებენ. მიუხედავად იმისა, რომ 500-ზე მეტი სახეობის შოკოლადი აქვთ, გამუდმებით აფართოვებენ ასორტიმენტს. ამ ქვეყანაში აფასებენ ევროპელებს. ევროპულ კულტურას ამერიკელზე წინ აყენებენ. მიაჩნიათ, რომ არგენტინა ევროპაა, უბრალოდ განგების ძალით სხვა კონტინენტზე მოხვედრილი. არგენტინელებს არ უყვართ ქვეყნიდან გასვლა, თუ მაინც მოუწიათ, პარიზ, ლონდონს ან ბრიუსელს ირჩევენ. არ თავიანთ შვილებს აგზავნიან შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, თუ მატერიალურად ვერ უზრუნველყოფენ სწავლების მთელ კურსს ევროპულ უნივერსიტეტებში. ცდილობენ 2-3 თვით მაინც გააგზავნონ ძველ კონტინენტზე, ვინც პრესტიჟულ ევროპულ უნივერსიტეტს ამთავრებს, უმარ სამშობლოში ბრუნდება არგენტინელები პატრიოტები არიან. სამყაროს ცენტრი. არგენტინაში 10 დღე უნდა დარჩენილიყავი, 4 უკვე გასული იყო. რაფიკას გზაკვას ვერაფრით მივაკვლიე. შეხვედრის იმედი უკვე გადაწყვეტილი მქონდა, როცა თვითონ დამირეკა. რაფიკ ხაჩატუროვი, ჩვენთან შესახვედრად ქერა ქალბატონთან ერთად მოვიდა. დავინახა თუ არა პირდაპირ სომხურად დაიწყო. ჰაი, ეს ავატანემ. არა ძმაო, ქართველი ვარ. პირველი ქართველი ხარ, რომელიც აქ მეგულება? მიპასუხა, სუფთა ქართულით. როგორ აქ ქართველები არ ცხოვრობენ? 5 წლის გავიცანი, ერთი თბილისელი მოხუცი, ომის შემდეგ დასახლებულა. შარშან გარდაეცვალა, სხვა არავინ შემხვედრია. მითხრა რაფიკამ და უკეთ გაცნობის მიზნით იქვე მდებარე მდიდრულ კაფეში დამპატიჟა. რაფიკა 50 მიტანებული კაცი იყო, თუმცა ასაკი არ ეტყობოდა. დენდივით იყო გამოწყობილი. ავლაბაში დაბადებული გაზრდილი ყოფილა. სიყვარულით შექმნილი ოჯახი დანგრევია. თბილისში ცოლი და 2 შვილი დაუტოვებია და ამერიკაში წასულა საცხოვრებლად. იქაო ცხოვრებისთვის გემო ვერ გაუგია და არგენტინაში გადასულა. ბედს არ უჩიოდა. საუბრისას დავადგინეთ, რომ თბილისში საერთო ნაცნობები ყოლია და ამაზე მთლად გადაერია. პატივცემის ნიშნად მთელი ბუენოს-აირესი მომატარა ქალაქი, რომელსაც რაფიკა სამყაროს ცენტრს ეძახდა და მასზე უკეთესი ადგილი მსოფლიოში არ ეგულებოდა. ბუენოს-აირესი მარტო რაფიკასთვის კი არა, ყველა არგენტინელისთვის ქვეყნისა და მთელი სამყაროს ცენტრია, სადაც შორეული მოგზაურობის შემდეგ ბრუნდებიან, რადგანაც მასზე უკეთეს ვერსად პოულობენ. მშვენიერია ბუენოს-აირესში ღამით. ყოველი კუთხე კუნჭკული და ნაცნობი არგენტინული ტანგოს რიტმული მელოდია ისმის. ქალაქი დღემდე ითვლება მუსიკისა და გართობის ცენტრად. წამყვან თეატრებში ლათინურ ამერიკული მუსიკოსებთან და მოცეკვავეებთან ერთად მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიან. განსაკუთრებით პოპულარულია თეატრი, სადაც პირველად შესულა არგენტინული ტანგო. რაფიკა ყოველდღე მოდიოდა ჩემთან, ყოველთვის მანდილოსანი ახდა და ყოველთვის სხვადასხვა. თავიდან ვერ გაუბედე, მაგრამ ბოლოს ვერ მოვითვინე და ვკითხე, უკაცრავად, რაფო, ვინ არიან ეს ქალები? ჩემი მეგობრები, ვენაცვალე ამათ, სახე გაუწყინა. მერე რამდენი ყავს? მთელი არგენტინის ქალები ჩემი მეგობრები არიან. ვა, კაზანოვა ხარ? არა კაკოჯან, მე უბრალოდ ცხოვრება მიყვარს. თვალი გაახლია და ნახავ, ეს ქვეყანა სიამოვნებისთვის არის შექმნილი, მაშ. მე ამდენ ქალს ეჭვიანობის გამო ჩხუბი არ მოსდის? არა, აქ ყველაფერი ნებაყოფლობით ხდება. ანა რას მალაპარაკებ, ამო, პრაქტიკა გაიარე რა. მითხრა და ღამის კლუბში წამიყვანა. ეგრეთ წოდებული პუტანკები არსად ჩემი მშნევია. არც გაზეთებში მინახავს
საროსკიპოები, მიზამართები. არგენტინელ ქალს, რომელსაც გამომწვევა და სექსუალურად აცვია, ერთად ღამის გათევაში ფული რომ შესთავაზოთ, თქვენი საქმე წასულია. ასეთ შეურაცხყოფას ადვილად არ გაპატიებს. ფლირტში წარმატება სიმპათიასა და ღიმილზეა დამოკიდებული და თუ ქალი საცეკვაოდ გამოყვათ, ჩათვალეთ, რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ. არგენტინაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობენ კომპაქტურად დასახდნენ. არის ჩინური, იტალიური, რუსული რაიონები. ქვეყანაში 400,000-მდე ებრაელი ცხოვრობს და მათი რაოდენობით არგენტინა ისრაელის, შეერთებული შტატების და რუსეთის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ბუენოს აირესის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც საუველირო მაღაზიებით ჩამწკრივებული სომხები ცხოვრობენ. საკმარისად სომხური იცოდი და საკუთარ სახლში იგრძნო თავს. ამ რაიონში ჰქონდა მაღაზია ჩემ მასპინძელსაც. რაფო ძნელია არგენტინაში ბიზნესის დაწყება? კითხე. სულაც არა, უბრალოდ ქვეყნის მოქალაქე უნდა იყო. ამისთვის რა არის საჭირო? ქალი, ხელს მოაწერ და დანარჩენი ყველაფერი თავისით მოდის. გამიღიმა რაფო. შენი ცოლი რომ არ მინახავს? ცოლი მაკლია ახლა, ბავშვები არ ყოფნის? შვილებიც ყავს? 6 და დაზინა 3 ქალისგან. მერე ბავშვები ხან ჩემთან არიან, ხან თავიანთ დედებთან. ნახევარი არგენტინა ასე ცხოვრობს. ცოლმა და ქმარმა შეიძლება ერთმანეთს ვერ გაუგონ, მაგრამ შვილებს არაფერს დააკლებენ. ასე ამიხსნა რაფომ არგენტინული ოჯახის ფილოსოფია. იქავრები ცოტა მსუბუქად უყურებენ ცხოვრებას. მათი საყვარელი გამოთქმაც ასეთია: რატომ უნდა ინერვიულო დღეს, როცა იცი, რომ ხვალ ისევ გათენდება. თუმცა დროის მიმართ ზერელი დამოკიდებულება არგენტინელთა საქმიან აქტივობაზე ნამდვილად არ ვრცელდება. დღესდღეობით ქვეყანაში მშენებლობის ბუმია, შენდება სახლები, ოფისები, მაღაზიები, ავტომაგისტრალები. საქმიანი კაცი, რომელსაც სურს მომსახურების სფეროში წამოიწყოს ბიზნესი და აქვს $20,000, მაინც უეჭველად მიახსენებს წარმატებას. პატარა კაფე, საპარიკმახერო, საუნა ან თუნდაც სპორტული დარბაზი ეფექტურად იმუშავებს. იქ რესტორანში სანადიმოდ დადიან. არგენტინული სამზარეულო არ თუ ისე მრავალფეროვანია, სადაც არ უნდა შეხვიდე ნებისმიერ კაფესა თუ რესტორანში მენიუ ყველგან ერთნაირი ან თითქმის ერთნაირია. ნაციონალურად ითვლება ჩვენებური მწვადის მაგვარი კერძი, რომელიც ადვილი მოსამზადებელიცაა. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე აგური, რკინის ბადე, ქვანახშირი და ხორცი. აგურებზე დადებენ ბადეს, შეუკეთებენ ქვანახშირს და უცდიან, სანამ კარგად არ გახურდება. შემდეგ ხორცის ნაჭრებს მარილს მოაყრიან და ბადეზე ყრიან. 15 წუთში ნაციონალური კერძი მზად არის. ნაციონალურ სასმელს მცენარეებისგან აყენებენ და გოგრისგან დამზადებულ ჭიქაში ასხამენ. დუღარე წყალს ამატებენ და პატარა საწურპავით მიირთმევენ. რესტორნებში მუსიკა არ უკრავს და არც არავინ ცეკვას. იქ სანადიმოდ და ღვინის სასმელად დადიან. ოღონდ დიდხანს არ რჩებიან. საზეიმო დღეებში კი გვარიანად ქეიფობენ. ღერიან კიდეც უხვად სვამენ ხილის ღვინოს, რომელიც ძალიან უყვართ. მორხენის შემდეგ უხმაროდ იშლებიან. ქვეყანაში მრავლად არის დისკოტეკა და დისკო-ბარი, რომელიც როგორც წესი დიდ კომპლექსია მოთავსებული. ერთ დარბაზში თუ რესტორანია, მეორეში საცეკვაო მოედანია, მესამეში საბილიარდო და ასე შემდეგ. აიჩი, რომელიც მოგესურვება, ოღონდ შესვლა შედაებით ძვირია, $50-60 ღირს. ჩანჩქერი იგუასუ, ბუნების საოცრება. ბუნების საოცრებად ითვლება ჩანჩქერი იგუასუ, რომელიც ორი სახელმწიფოს არგენტინისა და ბრაზილიის ტერიტორიაზეა. დიდი წყლები, ასე უწოდებენ მას ადგილობრივი ინდიელები. ყველაზე დიდია დასავლეთ ნახევარსფეროში. იგი 21 მეტრით მაღალი და 3-ჯერ უფრო ფართოა, ვიდრე ცნობილი ნიაგარას ჩანჩქერი. გიდმა გითხრა, რომ არაერთ გულად ადამიანს გადაუცურა ჩანჩქერის ზედა ნაწილი. ისინი არგენტინის გმირებად ითვლებიან და მათ ბიუსტებიც კი დაუდგეს. ჩანჩქერის გარშემო ნაციონალური პარკია და ჩემთა გასაოცრად იმ ხმაურში უამრავი ცხოველი მშვენივრად გრძნობს თავს. ფლორაც მრავალფეროვანია. ერთი სიტყვით, თუ ამ საოცარ მხარეში მოხვდით, დიდად კმაყოფილი დარჩებით, ხოლო თუ ხელმეორედ მოგზაურობის შანსი მოგეცათ, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვით. არგენტინაში ადრიანმა მოგზაურობამ სწრაფად გაირბინა. აეროპორტში რაფო მაცილედა, დამუჯებული იდგა, ხმას არ იღებდა. რა გჭირს, რაფო, ცუდად ხომ არა ხარ? ჩავეკითხე. რავი, რაღაც ვერა ვარ. ძირძლობით ამოღეღა და თვალებზე ცრემლები მოადგა. დამშვიდება ვცადე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. რაფო ბავშვი იძრუფუნებდა, თან წვეტილად ლაპარაკობდა.
მე რა კაცი ვარ, სადღაც გადაკაკუში ვარ და მიხარია, იქედე თბილისში დედმამა მელოდება და ჩემი ნახვა ენატრებად. ჩემ შვილებს ვეღარც ვიცნობ ალბათ, ეს არის ცხოვრება. გული და ამე თუ თქვა, რამე თქვა, არ ვიცოდი, ბოლოს და ბოლოს თვითონ დაწყნადა და დამომწვა კიდეც. კაკოჯა, სამშობლოს ფასი არაფერია, არასოდეს მიატოვო, არც მე მივატოვებ, იცოდი, აუცილებლად ჩამოვალ, აუცილებლად. ცრემლები მოიწმინდა, გადამეხვია და უკან მოუხედავად გავიდა აეროპორტის შენობიდან. 2000 წელი. ბრაზილიო. კომპანიაში, სადაც მუშაობდი, ჩემი ყურადღება ბრაზილიელმა ჟუნიო მიიქცია. 42 წლის ხიარულმა და დაუზარელმა კაცმა ჟუნიო ლოტოს კოჭივით იყო. დაბალი და ჩამგვალებული, მაგრამ საოცრად კვირცხლი. რაც არ უნდა მძიმე სამუშაო დაევალებინათ, ყველაფერს ხალისით აკეთებდა. რომ იტყვიან ცხოვრება უყვარდა და ამ განწყობას ხებსაც გადასცემდა. როცა გკითხავდი, საიდან ქონდა ამდენი ენერგია, ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა: სენიორ აკაკოს, ბრაზილიო. ამის შემდეგ ბრაზილიაზე ლაპარაკს რომ დაიწყებდა, ვეღარ გააჩერებდი. მეც იმდენ ხანს უსმინე, რომ გადავწყვიტე ბრაზილიაში მასთან ერთად წავსულიყავი. თუმცა რაც თავი მახსოვს, ამ ქვეყნის ნახვა ყოველთვის მინდოდა. როდესაც ჟუნიორს ამის შესახებ უთხარი გაუხარდა და თხოვა ცოტას კიდე წავიმუშავებ, ფული სჭირდებოდა და მერე გამემგზავროთო. ასე და ამგვარად მე და ჟუნიო იანვარში რიო-დე-ჟანეიროსკენ ავიღეთ გეზი. ცოტა რამ ქვეყნის წასულიდან. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა 22 შტატს აერთიანებს. ქვეყანას მართავს პრეზიდენტი, რომელსაც 6 წლით ირჩევენ. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ნაციონალური კონგრესია. დედაქალაქსაც ბრაზილია ქვია. 160 მილიონიან მოსახლეობას 95% ბრაზილიელებს შეადგენენ. რაც შეეხება ბრაზილიელთა ეროვნებას, იგი სამი ძირითადი რასის ხანგრძლივი ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ბრაზილია პორტუგალიის კოლონია იყო და იქ ევროპიდან ჩადიოდნენ თეთრკანიანები. აფრიკიდან მონებად ჩაჰყავდათ ზანგები, ხოლო ადგილზე მათ ხდებოდნენ მკვიდრი ინდიელები. ასიმილაციის პროცესი თავიდანვე აქტიურად დაიწყო. ვინაიდან კოლონიზატორები უმთავრესად მამაკაცები იყვნენ და ძალაუნებურად ურთიერთობა ჰქონდათ ინდიელ და ზანგ ქალებთან. ასე წარმოიქმნა ეთნიკური ნარევი მულატები, თეთრებისა და ზანგების ნაჯვარი, მეტისები, თეთრებისა და ინდიელების და საბოები, ზანგებისა და ინდიელების ნაჯვარი. ეს მრავალფეროვანი მოსახლეობა პორტუგალიურად ლაპარაკობს, რომელიც მათთვის სახელმწიფო ენაა და აფრიკული წარმოშობისა და ინდიელთა დიალექტებიდან შესული სიტყვებით არის გამდიდებული. 1808 წელს მიღებული კანონის თანახმად, ქვეყანაში ნებისმიერ უცხოელს შეეძლო ჩასვლა და მიწის ნაკვეთის შეძენა. ამით შესაძლებელი გახდა თავისუფალი ტერიტორიების ათვისება, ევროპელთა მიზიდვა. თეთრკანიან ემიგრანტებს შორის ტრადიციულად ბევრია გერმანელი, უნგრელი, პოლონელი და იტალიელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში მათ დაემატნენ ჩინელები და იაპონელები. ბრაზილიას ხშირად ახალგაზრდების ქვეყანას ეძახიან და მართლაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი 20 წლისაა. 50 წელს გადაცილებულნი 10%-ს შეადგენენ. მიზეზი შობადობის მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში 1000 კაცზე 12 ახალშობილი მოდის, ბრაზილიაში კი 35. ფართობით ბრაზილია ყველაზე დიდი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში. მისი მოსახლეობის 80% ქალაქებში ცხოვრობს. უზარმაზარი ტერიტორია ხშირ ტყის მასივებს უკავია. მდინარე ამაზონის სანაპიროს კი მსოფლიოს ფილტვებს უწოდებენ. იქ დაახლოებით 4000 სახეობის მცენარე ხარობს. მსოფლიოში ყოველი მეოთხე ხე ბრაზილიაშია. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყაროც. 1000 გვარი ეგზოტიკური მწერი თუ შხამიანი გველი არაერთ ტურისტს იზიდავს. კლიმატიც მოგზაურობისთვის ზედგამოჭრილია. მთელი წლის განმავლობაში 24-28 გრადუსი სითბოა. ცხოვრება საკმაოდ იაფია და ამიტომაც ბრაზილიაში ჩასული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ქვეყნის უდიდესი ქალაქებია რიო-დე-ჟანეირო, სან-პაულუ და ბრაზილია. მე რიო-დე-ჟანეიროს სტუმარი გახდით. მე და ჩემი რესპონდენტი. ჟუნიორს ასე თუ ისე ვიცნობდი, მაგრამ 5 საათიანი ფრენისას კიდევ უფრო ახლოს გავიცანი.
უამრავი კითხვა დაუსი, მაგრამ ჟუნიომ ყველაფერს გმირულად გაუძლო. შვიდად პასუხობდა და ღიმილსაც არ იშურებდა. ჟუნიო, ბრაზილიელი კი ხარ, მაგრამ წარმოშობით ვინ ხარ? ეს ისეთი ინტერესით ვიკითხე, ჩემი რესპონდენტი ღრმად ჩავაფიქრე და პასუხის გასაცემად საკმაოდ დრო დააშიდა. როგორ აგახსნა აკაკო, დედა პუერტო-რიკოელი მყავს, მამა პარაგვაელი. ერთი ბაბუა ნიკარაგუელია, მეორე უნგრელი. მე კი რიოში გავიზარდე. ბრაზილიელი ვარ. ჩემი შვილების ბრაზილიელები არიან, თუმცა დედა არგენტინელი ხარ. უსმენდა ტვინი სათვალავი ერთდროულად ამერია, თუმცა კი ახთოვანება ვერ დავფარე და უთხარი. ბედნიერი კაცი ხარ ჟუნიო. ასეთი ნათესავების პატრონს სოფლიოს მოვლა შეგიძლია. შემიძლია, მაგრამ ადგინდა, ფული თუ არ გაქვს, ვერსად ვერ წახვან. სამსახურის მეტი რა არის, იმუშავე და გექნია. ბრაზილიაში მცირე ხირფასებია, ამიტომაც დავდივარ ყოველწლიურად ამერიკაში. რასაც იქ ორ თვეში შოურო ბრაზილიაში იმდენს 10 წელიწადშიც ვერ ავიღებ. ერთი მხრივ თითქოს კარგია, ფულს ვაკეთებ, მაგრამ ოჯახს დიდი ხნით შორდები. მთელი ცხოვრება გზაში ვარ, ბოშად დავემსგავსე. ჟუნიო მშვენიერი ორსართულიანი ბაღით გარშემორტყმულ სახლში ცხოვრობდა, ცოლ-შვილთან ერთად. სამი მასავე ჩამგვალებული და მხიარული ბიჭუნა ჰყავდა. ამავე სახლში მისი მოხუცი მშობლები ცხოვრობდნენ და სამი ძმა თავთავიან ცოლ-შვილთან ერთად, ასე რომ მათთან კაცი არ მოიწყენდა. როგორც კი ტაქსით ჭიშკარს მივუახლოვდით, ქუჩაში მოთამაშე ბავშვებმა ჟუნია შენიშნეს და ისეთი ყიჟინა მორთეს, ორი წუთში ჩვენ გარშემო 50-მდე ადამიანმა მოიყარა თავი. ასე რომ თვალის დახამხამებაში ბრაზილიურ სერიაში აღმოჩნდი. ჟუნიო გმირივით იდგა და კმაყოფილებისაგან წმუტავდა. ისე ხმაურიანად კოცნიდნენ, ერთმანეთს კილომეტრში გაიგონებდნენ. მე ვიღას ვახსოვდი, უხეხურად ვიგზავნე თავი. ბოლოს როგორც იქნა ერთხანში შესული მამაკაცი მომიოხროდა ჟუნიოს მამა და შინ შემიპატიჟა. 10 დღე დავყავი ჟუნიოს სახლში და პირველი 4 დღე მას მხოლოდ ვახშმობის დროს ხვდებოდი. როცა მთელი ოჯახი ერთად იყრიდა თავს, მოვიდო და ერთ ფინჯან ყავა დალევდა, ბოდიში მოეხდი და თავის არგენტინელებიან მეუღლეს მრავალნიშნულად გადახედავდა და საძინებლისკენ იღებდა გეს. ცოტა ხანში პატარძალის გაქრებოდა და თან მაზლების ღიმის გაიყოლებდა. ჟუნიოს აქციას მისი ძმები თავისებურად მიხსნიდნენ. ცოლი რომ ყავს, ფული და სიყვარული არ უნდა მოანატრო. ჩვენ რძას ფული ნამდვილად არ აკლია. სიყვარულის დანაკლის კი, რომელსაც მთელი წადი განიცდის, ქმარი ასე უნაზღაურებსო. კონტრასტების ქალაქი. ბევრ ქვეყანაში მომიწია ყოფნამ და ამდენად თამამად შემიძლია თქვა, რომ ბრაზილიელები სხვებისგან გამორჩეული საოცარი ოპტიმისტები არიან. რაც არ უნდა ღატაკი და პრობლემები დამძიმებული კაცი შეხვდეს, სასოწარკვეთილებას ვერ შეამჩნია. სიცოცხლე უყვარდა ხალისიანად გამოიყურებიან. სიარულიც კი განსხვავებული აქვთ. თითქოს ცეკვავენ. იქ ყველა ღიღინებს, ავტომანქანებზე ჩვეულებრივი სიგნალის ნაცვლად სხვადასხვა მელოდია აქვთ დამონტაჟებული. ლამბადის ხანგები ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის. ეს მუსიკალური იმპულსი ჩემზეც გადმოვიდა. მთელი დღეები სულ ცეკვა თამაშითა და ღიღინით ვათვალიერებდი ქალაქს. თავიდან ჟუნიოს ძმები და შვილები დამყრობოდნენ. ბოლოს კი სიყვარულის ლაბირინთიდან გამოღწეულმა ჟუნიომაც მოიცალა ჩემთვის. რიოში, ასე უწოდებენ ბრაზილიელები რიო-დე-ჟანეიროს, 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1960 წლამდე ის ქვეყნის დედაქალაქი იყო. დღეს კი უდიდესი სამრეწველო და საპორტო ცენტრია. ქალაქში ყველაფერი ერთმანეთშია არეული და გასაოცარი კონტრასტი იქნება. მაზუთით გამშვენებული საცხოვრებელ კვარტლებს შორის საოცრად მოვლილი ბაღები შეიძლება შეხვდეს. ულტრათანამედროვე შენობა და გვერდით ჩვენებური ბარაკები, როლს-როისებისა და ლიმუზინების ზღვაში, საბჭოთა მოსკოვში და ზაპოროჟეს დავლანდნენ. კითხვაზე თუ საიდან მოხდა ეს მანქანები აქ, ვერავინ მიპასუხა. უბრალოდ ამ კითხვით რიოში მგონი ჩემ გარდა არავინ დაინტერესებულა. ქუჩები შავი და თეთრი აგურით არის მოკიწყვლი, როგორც ფერად და თერკანიანთა მოსახლეობის მშვიდობიანი თანაარსებობის სიმბოლო. რიოში როგორც უკვე გითხარით ცხოვრობენ თერკანიანები, ზანგები, მულატები და ღმერთმაც კიდევ ვინ. ატმოსფეროც ინტერნაციონალური და ძალზე კეთილგანწყობილია. რიოში ძალზე ადვილად შეიძლება დაიკარგო. თუ იქაური არ ახარ, ქალაქში ორიენტირება გაგიჭირდება, მაგრამ თუ დაიკარგე, პრობლემა არ შეგექმნება. საკმარისია ნებისმიერ გამლეს კითხვა მისამართი და სანამ არ დაგაბინავებს, არ მოგეშვება. მახსოვს ერთხელ მარტო დავსეირნობდი ქალაქში და როცა შინ დაბრუნება დავაპირე, გზა ამერია. ქუჩების თავსა და ბოლოს ვერ მივაგენე.
ერთ მამაკაცს თხოვით ახმარება. სამწუხაროდ მან გზა ვერ მიმასწორა, მაგრამ არ მიუტოვებივარ. დასახმარებლად სხვა გამლეს მიმართა. იმანაც აიცოდა, შეიქმნა კომიკური სიტუაცია. ყველა გამლეს აჩერებდნენ და მისამაც ეკითხებოდნენ. ბოლოს როგორც იქან გამოჩნდა ერთი ქალბატონი, რომელმაც გასაჭირისგან გვიხსნა. იმ ქალბატონს გარდა ჟუნიოს სახლთან კიდევ 3 ბრაზილიელმა მიმაცილა. რიოში ყოველი კუთხიდან შეგიძლია დაინახოთ მაცხოვრის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც ქალაქის ყველაზე მაღალ მთაზე კორკოვადოზე დგას. იესო ქრისტეს ფართოდ გაშლილი ხელები მთელ ქალაქს იცავს და ფარველობს. ამ მთაზე ტრამვაი დადის. ბოლო გაჩერებიდან 200-ოდე მეტრი ფეხით არის ასასვლელი. მწვერვალზე ასული ტურისტები დაღლას არ ურჩივიან. ენერგიის დასახარჯად ნამდვილად ღიეს. კორკოვოდან 15 მილიონიანი ქალაქისთვის თვალის გადავლება, ოკეანის სანაპიროზე კლდეებით გარშემორტყმულ სრუტეში ჩამდგარ ქალაქის პეიზაჟი საოცრად ლამაზი და მიმზიდველია. გამორიცხული ასეთ ქალაქში ცხოვრობდა და ცუდ გონებაზე იყო. ვინც ის იქნება, ამიტომაც არის, რომ რიოში ასე მსუბუქად და მხიარად უყურებენ ცხოვრებას. გაგიჟებას გიჯობს ქალი გაიცნო. ჟუნიოს სახლში ისეთი განსხვავებით ვატარებდი დღეებს, თბილისში ოჯახი რომ ყოლოდა, ალბათ ბრაზილიაში დავჩობოდი საცხოვრებლად. როგორც კი ჟუნიოს ქუჩას მივახლოვდებოდი, დიდ პოლიტიკური მოღვაწესავით ან ჰოლივუდის ვარსკვლავით, საერთო ყურადღების ცენტრში ვექცეოდი. კაცი თუ ქალი, თავს ვარდებულად თვლიდა, ჩემთან მოსულიყო და ხელი ჩამოერთმია. ზოგი კიდევ მოდიოდა და ბანანს, ანანას ან რაიმე სხვა ხილს ფჩვიდა ხელში. ერთხელ შინ ბანანების მთელი გროვა მოვიტანე. დავითვალე და 50-ზე მეტი აღმოჩნდა. რა ხდება ჟუნიო, ასე რატომ ხდებიან? გაუცება ვერ დავფარე. უხარიათ, ამბაში იშვიათად მოდიან უცხოელები, თანაც რუსი მხოლოდ ტელევიზორში თუ უნახავთ. მე რომ რუსი არა ვარ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ? თავარეთ ჩემი სტუმარი ხარ. გამოსავალი მოძებნა ჩემმა მასპინძელმა და საბახშმოდ მე მიპატიჟა. ტრადიციულად ბრაზილიული ოჯახები მრავალრიცხოვანია. ჟუნიოსთან 12-15 ადამიანი იკრიბებოდა სასაუზმოდ. თითქოს ძნელი უნდა ყოფილიყო ამხელა ოჯახის გამოკვება, მაგრამ რიოში საკვები პროდუქტები ძალიან იაფია, განსაკუთრებით ხილი, რომელიც წელიწადში 3-ჯერაც კი მოდის. კაფესა თუ რესტორანში კერძების უმეტესობა ხილისგან არის დამზადებული. ჩვეულებრივი ამბავია ხილის კატლეტი, შემწვანი ბარანი და თხილის ფაფა. ბრაზილია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანაა მსოფლიოში. რიოში მართლაც შესანიშნავი პლაჟებია. თითქმის 40 კილომეტრზე გადაჭიმული ქვიშა ყვითელი და ხავერდივით რბილია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საპორტოა, იქ ისეთი ანკარა და გამჭვირვალე წყალია, რომ სკერის დანახვაც კი შეიძლება. სპორტული მოედანიც მრავლად არის. განსაკუთრებით ფრენბუთის თამაში უყვართ. არის ერთი ყიჟინა და ემოციების გადმორქვევა. პლაჟები მუდამ ხალხით არის სავსე. შეიძლება ისიც იფიქროთ, ამ ხალხს სხვა საქმე არ ააქვსო. რიოლეს პლაჟის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. იქ ნამდვილი ბუნებრივი პოდიუმია, ოღონდ მარტო მანეკენებისთვის კი არა, ყველასთვის. გოგონები წელ ზემოთ შიშვლებით ადიან. წარმოიდგინეთ ადამიანმართებოდა, როცა უამრავმა გრძელფეხა ბრინჯაოსფერმა გოგონამ ნამდვილი გამოცდა მომიწყო შიშველი მკერდის დემონსტრირებით. რა გჭირს კაკაკუს, რა თვალებს აცეცებ? მრავალნიშნულად კითხა ჟუნიო. სად მომიყვანე ჟუნიო, გინდა რომ გავგიჟდე? წავიდეთ ახლავე აქიდან. ნაწყვეტ ამოვთქვი და ჩაცმა დავიწყე. გაგიჟებას გიჯობს ქალი გაიცნო და საქმეს მიხედო. არ გაინტერესებს როგორები არიან ბრაზილიელი ანგელოზები? კი, მაგრამ ვინ უნდა ავირჩიო ან როგორ ავირჩიო? ერთი მეორეზე უკეთესია. მართლაც ფეტვივით დაბნეული ვიყავი. ბიჭო, ვერ გაიგე რომ ბურთი და მოედანი შენ ხელშია. ბრაზილიაში ნამდვილი მამაკაც დიდი ფასი აქვს. თუ ქალის არჩევა გაგიჭირდება, შენც ადექი და ვინც კი მოგეწონება, პაემანე ყველას დაუნიშნე. ოღონდ დრო არ აგერიოს, რამდენიმე ერთდროულად არ დაიბარო, თორემ შენც გაგწეწავენ და ერთმანეთსაც. შენი ბრაზილიური პრობლემას გადაიჭრება და მშობლიურ ქალაქში დიდარი შთაბეჭდილებებით დახუნძურული დაბრუნდები. გაიგე? აღარ შემაწუხო, საქმეს მიხედე. მითხრა ჟუნიო. გვერდზე მიმავალ ქერა ლამაზმას აეკიდა და საღამომდე აღარს გამოჩენილა. ერთი სიტყვით რომანტიკური ფლიტი რიოს პლაჟზე ჩვეულებრივი მოვლენაა. იმ დღის შემდეგ პლაჟი ჩემი დღის რეჟიმის აუცილებელი პუნქტი გახდა. დრო და დრო ჟუნიოს სიტყვები მახსენდებოდა. მინდა მოვკვდე პლაჟზე, იმიტომ რომ პლაჟი მილიონერსა და მათხოვას თანასწორ მდგომარეობაში აყენებს.
იმიტომ რომ დედამიწაზე არ მეგულება ადგილი, სადაც ადამიანი ასეთი თავისუფალი და ბედნიერია. რიოს მინი კარნავალები, პრეზერვატივებით. რიო დე ჟანეიროს საყოველთაოდ ცნობილი კარნავალი საგანგებო თემაა. ეს გრანდიოზული ზეიმი 4 დღით გრძელდება, მაგრამ ქალაქი მთელი 2 კვირა არ იძინებს. ზოგუბანში ზეიმი მთელ თვესაც კი გრძელდება, თანაც ვინც კარნავალს არ დაესწრებია, მას უფლებაც არ აქვს მის შესახებ დაწეროს 2-3 წინადადებაზე მეტი. მე ამ მხრივ ყველა წესი დავიცავი. სამაგეროდ რიოში მოხვედრილი ადამიანი ვერაფრით აცდება მინი კარნავალებს, რომლებიც იქ ძალზე ხშირად იმართება. ფაქტობრივად ეს საცეკვაო მოედნებია, სადაც უამრავი ახალგაზრდა იკრიბება. ბევრ სასმელს სვამენ, რა თქმა უნდა, ალკოჰოლურსაც. პოლიციელებიც იქვე ტრიალებენ, მაგრამ ძირითადად უსაქმოდ დაყიალობენ. დარწმუნებული ვარ, მათაც დიდი სურვილი აქვთ დილამდე იცეკვონ, მაგრამ მუნდირი ამის საშუალებას არ აძლევს. ბრაზილიელებს თუ რაიმე კარგად გამოსდით, ეს უპირველესად ცეკვა გახლავთ. ცეკვავენ ენერგიულად, დიდხანს და თავდავიწყებით. განსაკუთრებული ენთუზიაზმით ქალები გამოირჩევიან. ნახევრად შიშვლები, სავსე მკერდითა და მკვრივი დუნდულების დაბლუ-დამხვევი რიტმული მოძრაობით მამაკაცებს თავგზას ურევენ. ამით შესანიშნავად სარგებლობენ გადამყიდველები, რომელთა რაოდენობაც რიოში საკმაოდ სოლიდური ყოფილა და უამრავ ნაირ პრეზერვატივს ასაღებენ. ტყუილად როდი ოცნებობდა ოსტატ ბენდერი რიოში მოგზაურობაზე, მისგან განსხვავებით მე ნამდვილად გამიმართლა. ქართული ბიზნესიდან ამერიკაში. მას აქეთ 500 წელზე მეტი გავიდა, რაც ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის კონტინენტზე დადგა ფეხი. 500 წელზე მეტია მსოფლიოში არ განელებულა ინტერესი ახალი სამყაროს მიმართ. ეს კონტინენტი ანდამატივით იზიდავდა 1000 ჯურის ადამიანებს. გაჭირვებულები იქ ლუკმაპურის საშონელად მიდიოდნენ, ავანტურისტების სიმდიდრის შესაძენად. ბოროტმოქმედები მარცვსაჯულებას გაურბოდნენ, უთვისტომეები სამშობლოს ეძებდნენ. ზოგს იქაური მიწა იზიდავდა, ზოგს იქაური ოქროს მძინვარება. ერთი სიტყვით მიედინებოდა ჭრელი მასა. სახლდებოდნენ აუთვისებელ მიწებზე და იწყებოდა ახალი ცხოვრება. წლები წლებს მისდევდა, საუკუნეს. ყალიბდებოდა სახელმწიფოები. ერთ-ერთი მათგანი ამერიკის შეერთებული შტატებია, ქვეყანა, სადაც 2 წელიწად-ნახევარი გავატარე და ასე მგონია, ჩემი ცხოვრების ნახევარი ამერიკაში გავლიე მეთქი. ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ იყო პირველი ქართველი, ვინც ამერიკას ესტუმრა. თუმცა, აგერ ახლა სრულიად შემთხვევით მერვე კლასის ახალი ისტორიის სახელმძღვანელო ჩამივარდა ხელში და პირველივე რაც თვალში მოხვდა, იცით რა იყო? თურმე ნუიტყვიდა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციაში ქართველიც ყოფილა, გვარად მალაშხია. მისი შთამომავალი ახლა უკვე ნატურალიზებული, ანუ ძირძველი მექსიკელი, პატიოსნად ეწეოდა ფოტოგრაფის უპრეტენზიო საქმიანობას საკუთარ მომცრო ფოტოატელიეში, რომლის ფინიშზე ეწერა მალაშხია. ასწლეულების შემდეგ იტურისტად მოხვედრილ მის ქართველ მოგვარეს მექსიკაში ახალი ამერიკა აღმოუჩენია, როცა ადგილობრივ ფოტოგრაფს გამოცნაურებია მის წინაშე ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის შთამომავალი აღმოჩენილა. რას არ გაიგებს კაცი. იძულებით ამერიკის გზაზე. გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა ემიგრაციის ახალი ტალღი ააგორა. ათასობით ჩვენი თანამემამულე იძულებული გახდა ოჯახი მიეტოვებინა და საშუალოზე ოკეანის გაღმა გამგზავრებულიყო. მე დიდხანს ვიტრიებ ფეხი. ბევრი ვიტრიალე და რა აღარ ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. უფრო მეტიც, ვალებში ჩავიძირე. და როცა თანხამ გეომეტრიული პროგრესი ზრდა დაიწყო, მეც იძულებული გავხდი ამერიკის გზას დავდგომოდი. როცა მეგობრებს უთხარი ამერიკაში წასვლას და ფიზიკური შრომით მატერიალური პრობლემის გადაჭრას ვაპირებდი მეთქი, თითქოს ყველამ პირი შეკრაო. გაუცებულები მეკითხებოდნენ, როგორ კაკო, ამერიკაში ჭუჭრის მრეცხავ მონად მიდიხარო? ჩემი მაინც არ დავიშალე და 98 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ ავიღე გეზი. ამერიკა ქვემოდან შევისწავლე. უამრავი ადამიანი გავიცანი და საინტერესო ამბებიც გადამხდა თავს.
თუ ნერვები არ გიმტყუნებთ და მცირეოდენ დროსაც დამითმობთ, მომყევი და მე დიდი სიამოვნებით მოგიყვებით უბრალო ქართველი კაცის თვალით დანახული ამერიკული ცხოვრების შესახებ. წვრილი ამბები ისტორიიდან. ახლა დაწვრილებით აღარ მოგიყვებით იმის შესახებ, რომ კოლუმბი 4-ჯერ ესტუმრა ამერიკას და არასოდეს უთქვამს, რომ ახალი კონტინენტი აღმოაჩინა. მას ჯეროდა, რომ ინდოეთს ესტუმრა. კოლუმბის წარმატებით ახთოვანებულნი პირველად ესპანელები გადასახლდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ახალი მიწების შესაბამისად ესპანეთის მფლობელობაში გადადიოდა. ვარაუდი, რომ ეს მიწები ინდოეთს კი არა, სრულიად ახალ კონტინენტს ეკუთვნოდა, პირველად ფლორენციელმა მეზღვაურმა ამერიგო ვესპუჩიმ გამოთქვა. სწორედ მისი სახელი შემდგომ ამერიკის სახელის საფუძველი. ამერიგო ვესპუჩის მრავალი მოგზაური მიჰყვა. მაგელანი, ვერეზანო, ჰადსონი. დღეს ამერიკაში ბევრგან შეხვდებით მათ სახელობის მთას, მდინარეს, ქუჩას, ქალაქს. დიდი გადასახლების პროცესში რუსეთიც ჩაერთო. პეტრე პირველმა დააფინანსა ექსპედიცია 1743-1753 წლებში, რომელსაც რუსი ჩირიკოვი და დანიელი ბერინგი ედგნენ სათავეში. ეს ის ბერინგია, რომლის სახელიც ეწოდა სრუტის აზიასა და ამერიკას შორის. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ესპანეთმა დაიპყრო. ბრაზილია პორტუგალიის კოლონია გახდა. კონტინენტზე მცხოვრები გულუბრყვილო ინდიელები განვითარების ძალზე დაბალ საფეხურზე იდგნენ. თავდაპირველად კონფლიქტი ინდიელებსა და კოლონიზატორებს შორის არ თუ ისე მწვავე იყო. დაპირისპირება უფრო ხშირად თვით ევროპულ ქვეყნებს შორის იჩენდა თავს, რომლებიც ერთმანეთს ახალ სამყაროში დასამკვიდრებლად ებრძოდნენ. ასე ჩნდებოდა ახალი ჰოლანდია, ახალი ინგლისი, ახალი ესპანეთი, ახალი საფრანგეთი. რუსებმაც გამოიდეს თავი და უბრალოდ დაისაკუთრეს ალიასკის ნახევარკუნძული. მე-16 საუკუნის დასაწყისში დღევანდელი შეერთებული შტატების დასავლეთი სანაპირო მთლიანად ჰოლანდიას ეკუთვნოდა, მაგრამ მერე ინგლისმა მოახერხა მართვის სადავეების ხელში აღება და ამის შედეგად ბევრ ქალაქს შეუცვალეს თავდაპირველი სახელი. მაგალითად, ახალ ამსტერდამს ნიუ-იორკი ეწოდა. ინგლისს უპირისპირდებოდა საფრანგეთი, რომელსაც დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე ჰქონდა პრეტენზია, მაგრამ ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ბრიტანეთის სამეფომ ჩრდილოეთ ამერიკა დაისაკუთრა. თავდაპირველად ინდიელები გულღიად ხვდებოდნენ ინგლისელებს, მაგრამ თანდათან მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. კოლონიზატორები ინდიელთა კუთვნილ მიწებს ითვისებდნენ, მუშახელად კი ინდიელების გამოყენება სურდათ. ინდიელთა მუდმივ წინააღმდეგობას მათთან ასევე მუდმივი ბრძოლა მოჰყვებოდა, რომელიც მათ სრულიად განადგურებით ემუქრებოდა. დღევანდელ ამერიკაშიც კი ინდიელები განცალკავებით ცხოვრობენ. ასეთ ადგილებს რეზერვაციებს უწოდებენ, სადაც კი აშშ კანონებს ძალა არა აქვს. იქ ყველაფერს ტომის ბელადები წყვეტენ. ინდიელთა დასახლებაში მეც მომიწია ყოფნა და ამის შესახებ მოგვიანებით მოგითხრობთ. ვახოც მაკაცმა გადაგვახტო. ხომ გახარებდათ სკოლიდან ან ინსტიტუტიდან ექსკურსიაზე წასვლა, ან სულად მცირე ხნით მოგზაურობა, თუნდაც მაშინდელ სოციალისტურ ქვეყნებში. მეც ასე ვიყავი. ყოველი ასეთი ექსკურსიის თუ მოგზაურობისას ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი გამეგო, ნანახი და განცდილი ახალი ენერგიით მავსებდა და მეტი სურვილის მიჩენდა. ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა. ამერიკაში მოხვედრა კი არასოდეს ყოფილა ადვილი. ამიტომ თითქოს უნდა გამხარებოდა, რომ ოკეანის გაღმა მილიონობით ადამიანის საოცნობო ქვეყანაში მივემგზავრებოდი, მაგრამ ამჯერად მოგზაურის განწყობა როდი მქონდა. ის მადარდებდა, როგორ მოვიწყობოდი სრულიად უცხო ქვეყანაში, ვიშოვიდი თუ არა სამუშაოს და მოვაგვარებდი თუ არა ამით ჩემს მატერიალურ პრობლემებს. ამერიკაში ბავშვობის მეგობართან ვახო შუბლაძესთან ერთად უნდა წავსულიყავი. იქ ვახოც მაკაცი უნდა დავხვედროდა, რომელიც ქალაქ დეტროიტში ცხოვრობდა და როგორც თვითონ გითხრა, ყველაფერში დაგვეხმარებოდა. ამიტომ მათ დაემედებულის ვიყავი და გამგზავრების წინ ჩინებულ გუნებაზე დავდექი. მაგრამ გაფრენამდე 2 დღით ადრე ჩვენი დეტროიტელი თანამემამულე დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ 2 კაცის მიღება არ შეეძლო. ერთედვა თქვენგანმა ჩემთან იცხოვროს, მეორემ კი თავისით გაიკვლიოს გზა, ანუ თავში იხალოსო. რა უნდა გვექნა? ბილეთებს ვეღარ დავაბრუნებდით, ვერც ერთმანეთს მივატოვებდით და ასე უმისამართოდ
ჩემი ინგლისური ენის იმედით ავიღეთ ნიუ-იორკისკენ გეზი. მოსკოვიდან ნიუ-იორკამდე 9 საათი მიფრინავდით. ვახოს დანა პირს არ უხსნიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არა მოუღია. რა გჭირს ბიჭო, ენა ხომ არ გადაყლაპე? კითხე ბოლოს მისი დუმილი შეწუხებულმა. თვალებში ვეღარ გიყურებ, კაკო, რა გვიქნა ეს ჩემმა ძმაკაცმა, როგორ გადაგვაგდო? ალბათ რაღაც პრობლემები აქვს და იმიტომ ვერ მიგვიღებს ორივეს. მერე თავიდანვე თქვა მაგ მამაცხონებოს, რას გვირდებოდა. სხვა ვინმეს მოვძებნიდით. ლამის ნახევარი თბილისი ამერიკაშია. ახლა რაღა გვეშველება? ამდენ ხანს ხომ ხმას არ იღებდა და ახლა უკვე ვეღარ ვაჩერებდი გაცეცხლებას. ალბათ დარწმუნებული იყო, რომ კონსული ვიზას არ მოგცევდა. ბოლოს კი რაღაც იზამდა, სიმართლე გითხრა. ნუ გეშინია ყველაფერს ეშველება. შეზლების და გვარად ვამშვიდებდი ვახოს, თუმცა არც მე ვიყავი მასზე ნაკლებ დღეში. ერთმა თვალის ჩაპაჭუნებამ კინაღამ დაგღობა. ჯონ კენედის სახელობის ნიუ-იორკის აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. იგი ყოველ 3 წუთში ეშვება თვითმფრინავი. იმდენი ადამიანი ტრიალებს, გეგონება ვერ გაიკლე. მიუხედავად მგზავრთა სიმრავლისა, საბაჟო შემოწმება საკმაოდ მკაცრად მიმდინარეობს. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, წინასწარვე ვიცოდი და ამის გამო ვღელავდით კიდეც. მე ისე გავიარე სასაზღვრო ზოლი, რომ ზანგ ოფიცერს ჩემთვის არც კი შემოუხედავს. პასპორტში ბეჭედი ჩამირტყა, კეთილი იყოს ამერიკაში თქვენი მობრძანებაო. მითხრა და გასასვლელისკენ გზა დამითო. აი ვახოს კი გაუმართლა. მებაჟებ ჩვენიერი ახალგაზრდა ქერა ქარი შეხვდა. გაუღიმა კიდეც, ვახოსაც მეტი რაღა უნდოდა. თბილისელი ქალებისგან განებირებულმა იფიქრა, ამერიკელი მებაჟე მოუხიბლეო, არც აცია, არც აცხელა და სიმპათიურ ოფიცერს ორივე თვარი ჩაუპაჭუნა. ხო და ეს თვარის ჩაპაჭუნება საკმარისი აღმოჩნდა საამისოდ, რომ შვენიერი არსება მონსტრად ქცეულიყო. იმდენი შეკითხვა დაუსვა ვახოს, რომ მგონი საერთოდ დაავიწყდა, მამაკაცი რომ იყო. მან არც ინგლისური იცოდა, რიგიანა და რაც იცოდა ისიც უცბად დაავიწყდა. რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა, კაცრი მებაჟე კი კითხვაზე უსვამდა. ვახოს პასუხებიდან ძნელი გასარკვევი იყო, თუ საიდან, ვისთან და რა მიზნით ჩამოვიდა ეს შავტუხა მოარშიყე ბიჭი ამერიკაში. საქმე მეტისმეტად გართულდა, იმდენად რომ მებაჟემ რამდენჯერმე გზავრის უკან გაბრუნებაც კი ახსენა. მე იქვე ახლოს ვიდექი და ყველაფერი მესმოდა. თავიდან არ მინდოდა ჩავრეულიყავი. ვიფიქრე ახლა მეც არ მომდგეს მეთქი, თავმომწონე ოფიცერი, მაგრამ ბოლოს იძულებული გავხდი რაღაც მეღონა ჩემი მეგობრის გამოსახსნელად. მთელი ჩემი ინტელექტის, დილობის, განათლების და ინგლისურის ცოდნის გამჟღავნება დამჭირდა, რომ ეს ქალბატონი ჩვენს კეთის საიმედობაში დამერწმუნებინა. ამდენ ცოდნას გვარიანი ენერგია ზედ მივაყოლე და როგორც იქნა, მთელი საბაჟო დავარწმუნე, რომ ძალიან წესიერი ადამიანები ვიყავით. ამერიკის დათვალიერების სურვილი ბავშვობიდან მოსვენებას გვიკარგავდა. არაფერი საჩოთირო გულში არც კი გაგვივლია, როგორც იქნა დაგვიჯერეს, გვენდნენ და გაგვიშვეს. ოკეი, ყველაზე მაგარი სიტყვა ამერიკაში. კორიდაზე რომ მებძოლა ხართან, თანაც უმახვილოდ და მხოლოდ წითელი ქსოვილით ხელში, ალბათ მაშინაც არ დავიღლებოდი ისე, როგორც ჯერ მებაჟე ქალთან, შემდგომ მებაჟეთა კოლონასთან ბრძოლამ დამქანცა. არც ვახო იყო უკეთეს დღეში. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვისხედით აეროპორტის დარბაზში და სულს ვიბრუნებდით. თან არ გვჯეროდა, რომ აეროპორტში ვიყავით და არა უკან თბილისში დასაბრუნებელ თვითმფრინავში. ეი შენ, დონ ჟუანო, აწი მაინც ფრთხილად იყავი. უნდა იცოდე, ვის შეიძლება უპაჭუნო თვალები. ცადე მისთვის ჭკუა მესწავლებინა. შენგლა მაკლი ხარ რა ახლა. კინაღა მოვკვდი კაცი. ოღონდ აქ საქმეში გამოგვიზდეს და ქალებისკენ საერთოდ არ გავიხედავ. წყენა გაერია ხმაში ვახოს. მეც მოვკვდი და მეგობარი დავამშვიდებ. კარგი, ახლა მასეც არ არის საქმე. ნუ მოეშვებე, ყველაფერს ეშველება, თავარია ჩვენ მოვინდომოთ. გადავხვიე ხელი ბავშვი დატუქსურ ჯენტლმენს და ტაქსების გაჩერებისკენ გავემართეთ. ამერიკა რომ ემიგრანტების ქვეყანაა, საყოველთაოდ ცნობილია. ემიგრანტთა სიმრავლე და სიჭილეც რომ ჩვეულებრივი ამბავია, ესეც კარგად ვიცოდი, მაგრამ პირველივე ტაქსიში ქერა ამერიკელის ნაცვლად ნაციონალურ სამოში გამოწყობილი პაკისტანელი მძღოლი თუ დახვდებოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ოდა ამ პაკისტანელმა ჩემ კითხვაზე წაგვიყვანდა თუ არა სასტუმროში, ისეთი დამტრეული ინგლისურით მიპასუხა, რომ იქით შემეცოდა. ჩავსხედით თუ არა ტაქსიში,
ძღოლმა მაგნიტოფონი ჩართო და ინდური თუ პაკისტანური მელოდიების თანხლებით გაუდექით გზას. ჩვენ ყურები ჩამოყარეთ. ტაქსისტი კი ისე აყოლედა მხრებს საყვარელი მოტივებს, ეთი პირობა ვიფიქრე, არსად გადაგჩეხოს მეთქი. ჩვეულებად მაქვს უცხო ქალაქის გაცნობას ტაქსისტებთან საუბრით ვიწყებ. არც ამჯერად უღალატე ნაცად ხეკს. პაკისტანელი ხარ? ოკეი, მიპასუხა მან მოკლედ. ქალაქი შორს არის? ოკეი. თქო იაფასიან სასტუმროში მიგიყვანა. ერთი შემოხედა, თითქოს რაღაცის კითხვას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ისევ ნაცნობი სიტყვით მიპასუხა. ოკეი. დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობ, მინდოდა ლაპარაკში ამეყოლებინა. ოკეი, კლამა ამ ერთი სიტყვით მიპასუხა და სხვა რაღაც გზა მქონდა, მეც გავჩუმდი. ვიფიქრე, ალბათ ჩვენთან ლაპარაკი არ უნდა და ასე მანიშნებს, რომ თავი დავანებო. მე კი გავჩუმდი, მაგრამ ოკეით ახლა ვახო დაინტერესდა. კაკო, რა გითხრა ამ პაკისტანელმა? არაფერი. კი მაგას სულ ამ ოკეისო გეუბნებოდა ამერიკაში, ალბათ მაგარი სიტყვა არა? ალბათ მართლა მაგარი სიტყვა. ცალკმად უპასუხე. ვახომ კი თითქოს გამოსავალი იპოვაო, ასეთი დასკვნა გამოიტანა. ხოდა ეს პაკისტანელი თუ მარტო ოკეითი ცხოვრობს ამხელა ქვეყანაში, მე დამატებით ერთ-ორ სიტყვას ვისწავლი და წარმოიდგინე, როგორ დავიპყრობ ამერიკას. ორივე ხმამაღლა გაგვეცინა. ძღოლმა გაუცებული სახით შეგვათვალიერა. აშკარად გაღიზიანება დაეტყო. არ ვიცი ჩვენი სიცილი არ მოიწონა თუ მისთვის გაურკვეველი ენა. მაგნიტოფონისკენ დაიხარა და ხმას ბოლომდე აუწია. ამასობაში იაფასიან სასტუმროსთან ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მივედით კიდეც. ზღორს ფული გაუწოდე, გამომართვა. თითქოს რაღაცით თქმა უნდოდა, მაგრამ სიტყვები დაავიწყდა, თუ გადაიფიქრა, ვერ მივხვდი. ბოლოს კი ჩვენთვის უკვე ასეთი ნაცნობი სიტყვი დაგვემშვიდობა. ოკეი. და ზედ ამერიკაში ნასწავლი ღიმილიც მოაყოლა. უფულოდ მილიონერთა სასტუმროში. პირველი გზნობა, რომელიც ნიუ-იორკში განვიცადე, შიში გახდათ. შიში იმისა, რომ ფეტვები დავიბნეოდი უზარმაზარი გრანიტის ლოდებისგან ნაგებ ცადაწვნით შენობებს შორის, სადაც უამრავი მანქანა და ადამიანი ირეოდა. ამას ემატებოდა აუტანელი ხმაური და ეს ყველაფერი ერთად ჩემში უსუსურობის გზნობას იწვევდა. ვახოს გადავხედე, სახეზე ფერი არედო, მივხვდი ისიც დიდ ქალაქის შიშს შეეპყრო. კაკო, სერიოზულად გეუბნები, მომისმინე, დაიწყო პათეტიკური ტონით. რა ხდება, რა დაგემართა, ვეცადე დამემშვიდობინა. არ დამიწყო ახლა მაიმუნობა, არ მიმატოვო, თორემ თუ დავიკარგე, მე რომ ვერ გიპოვო, ჩემებს მაინც ვერ გადაურჩები. შენ თუ ჩემს იმედზე ხარ, მაშინ კარგად გქონია საქმე. ნუ გეშინია ბიჭო. რა ყურები ჩამოყარე. დავამშვიდე და პაკისტანელის მიერ შერჩეული სასტუმროს ფოიეში შევედით. თურმე ნუიტყვი და მანჰეტენზე ვართ, ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში, ცენტრალ პარკის სამხრეთით, სადაც სასტუმროთა მთელი კომპლექსია განლაგებული. მაგრამ სასტუმროც არის და სასტუმროს. იქ ამერიკისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ჩერდებიან. არ ვიცი სიმდიდრეს რა შეგვატყო ძღოლმა, ან კიდევ იაფასიან სასტუმროში მიყვანა რომ თხოვე. ამის აპირისპიროდ რატომ გაიგო? ასე იყო თუ ისე, მილიონერთა სასტუმროში ამოყავით თავი. ადმინისტრატორთან მუსულები არც ვიყავით, რომ ჩვენი ჩანთები შვეიცარებს უკვე ხელში ეჭირა და მზად იყვნენ ნებისმიერი ჩვენი სურვილი შეესრულებინათ. ადმინისტრატორი ახალგაზრდა მომხიბლელი გოგონა აღმოჩნდა, რომელიც ისე გვიღიმებდა, თითქოს ჩვენ დანახვაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი გახარებია. კმაყოფილებისგან გავიბადრე, ვახოს კი წესიერად არ შეუხედავს მისთვის. აეროპორტში მის თავს გადახტილი ამბავი მწარედ ახსოვდა და ეშინოდა ახალ შარსად გადავყროდით. თვალის დახამხამებაში შეგვისვეს ანკეტები და ნომრების გასაღები ლამის საზეიმო ვითარებაში გადმოგვცეს. ბოლოს მოგზაურებული კითხვაც დაგვისვეს, ნაღდი ფულით გადაერთით თუ საკრედიტო ბარათით. რამდენია გადასახდები? ეს კითხვა თავიდანვე უნდა დამესვა. დღე-ღამეში $1800. გავშეშდი. ეს ასტრონომიული თანხა რომ მქონოდა, ვინც შეიძლება ამერიკაში არ წამოსულიყო. ადმინისტრატორი ისე მომხიბლად მიღიმოდა. რას დამუჯდე? ხმა გაიცი, რაღაცას გეკითხება. შემაჯანჯღარა ვახომ. იქნებ უფრო იაფასიანი ნომერი გაქვთ, როგორც იქ რა მოვღერღე. რა თქმა უნდა, გვაქვს $1500 ხის. უფრო, ნერვიულობისაგან ყველა სიტყვა დამავიწყდა იმ ჩვენი დამღუპილი პაკისტანელი მძღოლივით ჩავყლაპე. უკაცრავად, მაგრამ უფრო იაფი ნომერი ჩვენ სასტუმროში არ არის. კვლავ მიღიმოდა, ჩემი ცოდით სავსე ადმინისტრატორი. იცით, დავიწყე და ისე ვეღარ გავაგზელე. ნუ ნერვიულობთ, არა უშავს. ასეთი რამ ჩვენთან ხშირად ხდება. ეს ხომ დიდართა სასტუმროა. შეგიძლიათ ამ ქუჩას გახვიდეთ და
თქვენთვის შესაფერი სასტუმროსაც იპოვეთ. ასეთ ფინანს ნამდვილად არ მოველოდი. ადმინისტრატორს და შვეიცარებს მადლობა გადაუხადეთ, დავემშვიდობეთ და რამდენიმე წუთში ამჯერად უკვე დაიმედებული ხმაურიან ქუჩას მიუყვებოდით. ჩემი და ვახოს ამერიკული თავგადასავლები მანჰეტენზე. ასე და ამგვარად შორეულ ამერიკაში საშუალოზე გადახვეწილი, ნიუ-იორკში ჩაფრენილი ორი ქართველი ძმაკაცი სასტუმროდან სასტუმროში ვინაცვლებთ. ამასობაში ლამის მთელ მანჰეტენი მოვიარეთ, მაინც ვინაჩუნებთ ოლიმპიურ სიმშვიდეს და ერთმანეთს არ უმხეთ შის, თუმცა რა გამხელა უნდა, რომელიც სიფათებზე გვაწერია და სულ უფრო და უფრო გვეძალება. შევდივართ მორიგ ოტელში, ვითხოვთ ყველაზე იაფ ნომერს და მოგზალებით ვკითხულობთ ფასს. თითქოს პირი შეკრესო, ღამის გათევა ყველგან $1000 ხის. ჩვენ ორივეს ერთად ამის ნახევარიც არ გვაქვს. რა გვეშველება, კაკო, რა წყალში ჩავცვიდეთ? კითხა სასოწარკვეთილმა ვახო. აბა რა გითხრა ჩემო ძმაო, ფული ჩვენ არ ყოფნის, უფლოდ კი ღამეს არან გაგვათევენი ვინებს. შეხედე იმ ზანგს, აი მასავე ცხოვრება მოგვიწევს. დავამშვიდე ვახო და ქუჩის იმ კუთხით მივახედე, სადაც ერთი შავკანიანი მოხუცი ზედ ბანკის კედელთან პირდაპირ ტროტუარზე წამოწოლილი იყო. ტანზე საბანეს დაეფარებინა და უდარდელად ხრინავდა. მერე? ავარდა ვახო. რა მერე? ვიცხოვრეთ ბონჟებივით. თუ ცხენია მუსწაგისვამ, გაგაშავებ და კაციშვილი ვერ გიცნობს. უთხარი თითქოს მანჰეტენის ნახევარი თუ არა მესამედი მაინც ვახოს კარგი ნაცნობ მეგობარი იყო. კაკო, ახლა დატრიალდით, როგორ ჩავმიყვანე ამ დასაკარგავში, ისე მიპატრონე, თორემ ერთი თუ მოგადე მაგ მონგრეულ ცხვირპიში იცოდე სიკვდილამდე გეხსომება. ახლა უკვე ნამდვილად აღარ ხუმრობდა ჩემი სასწარკვეთილი ძმაკაცი. სხვა რა გზა მქონდა, თავი მაგრად გამოვაქანე, გონება დავძაბე და დავფიქრდი, როგორ გამოსულიყავი ამ თუ მდგომარეობიდან. გვიან მივხვდი, ჩვენი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მეხუთე ავენიუზე დავაპოტებდით. ამ პრესტიჟულ ქუჩაზე მარტო ამერიკელ მილიონერს კი არა აქვს ზღაპრული სასახლეები, არამედ სხვა ქვეყნებში გამდიდრებულ ადამიანებიც მისკენ მიირტვიან. ძირად ღირებული ლიმუზინები დაქრიან, კინოვარსკვლავები და ცნობილი პოლიტიკოსები, მწერლები და ბიზნესმენები ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქე და ნაცნობ მსახიობებსაც წააწყდებით. მათ სხვებისგან იმით გამოარჩევთ, რომ თავიდანვე უკვეთ საკუთარი სიმდიდრე, თუმცა არ მათ ნაშოვნი ჩვენი და ჩვენი მამების ფულით გამდიდრებული მოულოდნელად ახდენდნენ თავიანთი მილიონების დემონსტრირებას. აცვია ძალიან ძვირად ღირებული ტანსაცმელი, თუმცა კი არც თუ ისე გემოვნებით შერჩეული და სახით გამომეტყველებით თითქოს გეუბნებია, აბა ერთი შემომხედე რა კაცი ვარო. ხომან არავინ ჰკითხავს, საიდან გაუშვათ ამდენი ფული. არც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას მოსთხოვს ვინმე და არც საირმის გორაზე აშენებულ სასახლის ბავშვთა სახლისთვის გადაცემას. ფული ამ რაიონში ყველაფერს წყვეტს, თუმცა სხვაგანაც ასე არ არის. მაგრამ ერთ რამესაც მივაქციე ყურადღება. მეხუთე ავენიუზე ერთი კოლოფი სიგარეტი, რომელსაც სხვა უბანში $5 იყიდი, $50-მდე ღირს. მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და ერთ ფაქტს გავიხსენებ. ერთხელ სხვა უბანში საკმაოდ კარგი ფეხსაცმელი ვიყიდე $60. გავიდე მეხუთე ავენიუზე და ვხედავ სუსტად ისეთი ფეხსაცმელი არც მეტი, არც ნაკლები $1200 ღირს. ხომ იცით ქართველი კაცის ამბავი, თავის გამოჩენა და ბაქიაობა რომ უყვარს. ხოდა მე ნაცნობები მიმყავდა და ვაჩვენებდი, ნახეთ, რა ძვირად ღირებული ფეხსაცმელი ვიყიდე მეთქი. მაგრამ რადგინდა ჩემი სიამაყე მაშინებს თევ შეიკვეს და როცა რომელიმე იქ მიყვანილი ნაცნობი, რა თქმა უნდა ამერიკაში ჩემსავით ფულის საკეთებლად ჩასული ქართველი, ან ფულის სესხებას თხოვდა, ან საქმეში კომპანიონობას თავაზობდა. ვიხუმრე მეთქი, წავიბუტყუტებდი და ასე მთავრდებოდა ჩემი მილიონერობა. ამ ლირიკული წიაღსვლიდან ისევ სასტუმრო ძიების ამბავს დაუბრუნდეთ. ძალიან კი გავწვავდით, მაგრამ შეუძლებელი იყო ის პარადოქსული სურათი არ დაგვეფიქსირებინა, რომელიც ამ მანჰეტენზე სუფევდა. უმდიდრესი ადამიანებისა და დიდი ფულის ამ საუფლოში საღამოობით ტროტუარებზე პირდაპირ ღია ცის ქვეშ მათხოვრი და მაწანწალები იძინებდნენ. კონტრასტი საკმაოდ თვალშისაცემია. ამ მოვლენის მიზეზი კი არც თუ ისე იული ასახსნელი, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი მოეფინება და ამ კითხვაზეც მივიღე პასუხი, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ. ხელიდან გაშვებული მანჰეტენელი ჩიტუნია. ღამდებოდა,
ჩვენ კი დასაძინებელ ადგილს ვერადავერ მივაგენით. მართალია აპრილი იყო და თბილოდა, მაგრამ ქუჩაში ღამის გატარების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა. დავაბოტებდით ეს ორი პირდაღებული ჯერი მეხუთე ავენიუზე და აზრადაც არ მოგვსვლია სხვა ქუჩაზე გადასვლა, სადაც საჩვენო სასტუმროების მთელი გროვა ყოფილა. მართალია ვახოს მუქარა მახსოვდა მიგასიკვდილებო, რომ მითხრა, მაგრამ დრო და დრო მაინც წავკვედი ხოლმე. ვახო, ახლა რომ გაგექცე ამ უცხო ქალაქში რას იზამ? გამომცდელად ჩავეკითხე. ეჭვით ჩემო ხედა. ისე მიყურებ, თითქოს შენი მილიონი მემართოს. თუ რა დაწყნარდები, შეიძლება ახლავე მოგწყდე. სადაც დაგიჭერი გადაგივლი, ისევ დამემუქრა. ამ დროს ტროტუართან შავი ლიმუზინი გაჩერდა. უკანა კარი გაიღო და გადმოვიდა, მაგრამ რა გადმოვიდა? ქერა, მაღალი, ღრმად დეკორტირებული და რეკორდულად მოკლე, თან შემოტმართნი კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი. ჩვენ იქვე ლიმუზინთან ვიდექით და თითქოს მას ვეროდებოდით. მანჰეტენმა ჩიტუნიან დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ გამოექანა, უბრალოდ ჩემსკენ. თან ისე სექსუალად გამიღა, რომ ტანში გამცრა. ჰელო, თქვა და მეც ანგარიშ მოუცემლად მისკენ წავედი. მოვლენდა ჩემ ტურფას, ფეხი დაუსვა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ტროტუარზე გაისხლართებოდა. ერთმანეთში აირია ძვირფასი კონიაკის, არანაკლებ ძვირფასი სუნამოსა და რომელიღაც საღეჭი რეზინის არომატი. ქალს ნახევრად შიშველი, მაღალი მკერდი, ჩემი მკლავებისთვის მოენდო. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავით ასე ძველი შეყვარებულები ჩახუტებულები, მაგრამ ისევ მე გამოვერკვიე, სინანულით მოვიშორე მკედიდან გვარიანად შემთვრალი ქალი, თუმცა კი ხელი არ გამიშვია, მეშინოდა ისევ რა წაბორძიკებულიყო. ქალმა მადლიერების ნიშნად ფინჯან ყავაზე დამპატიჟა. თავაზიანად გადაუხადე მადლობა და იცის იყო მორჩილი ბატკანივით უნდა გავყოლოდი, რომ ვახოს გაცხეცრებულმა ზერამ გამომაფხიზა. რა მექნა, ძმაკაც ყავასა და ქაზე ხო ვერ გავცვლიდი და 1 წუთის წინ ნათქვამი მადლობა, ახლა ასევე თავაზიანი უარით შევცვალე. თუმცა ბორძიკით მიმავალ გაბუტულ ქარს ჩემი ამობორძიკებული სულიც თან გავაყოლე. ნუგეშად მისი სავიზიტო ბარათი შემჭა ხელში, რომელიც სათუთად ჩავიდე გული ჯიბეში და ჩემს ბედოვლად ვახოს მიუბრუნდი. აი ხომ ხედავ, შენი გურიცი რა ქალი გაუში ხელიდან. ჯიგარი ხარ, ოღონდ ახლა დასაძინებელი ადგილი მიპოვი და მერე ვითანაც გინდა იმასთან წადი. ცოტა ხნის წინანდელი მუქარა მუდარით შეცვალა ვახო. ამასობაში მოგშვიდა კიდეც. საგზალი კი ქონდა წამოღობილი, მაგრამ ისე ვიყავით აფორიაქებული, რომელ ჩანთაში ჩავდეთ, ვერც ერთმა ვერ გავიხსენეთ. გადაწყვიტეთ, სადმე წაგვეხემსა. მოდ დოგმა არაბი ახმედა გაგვაცნო. ვახო იმდენად არაქად გამოცლილი იყო, რომ არაფრის თავი აღარ ჰქონდა. აღარ ჭამა მინდაო, გამომიცხადა, თუმცა 5 წუთის წინ ჩემსავით ჩიმშის უჩიოდა. ძალებს თუ არ აღიდგენ, ფეხებს უფრო მალე გავუქშე. დავმოძღვრე მეგობარი და იქვე ქუჩაში მდგარი ჰოთ-დოგის გამყიდვერს ურიკასთან მივედი. ურიკის მეპატრონე სირიელი არაბი აღმოჩნდა. კლიენტების გამოჩენა გაუხარდა და ენერგიულად შეუდგა შეკვეთის მომზადებას. არაბი ხარ? კითხე. დიახ, საიდან მიხდი? კითხვით მიპასუხა. ნამყოფი ვარ საამიროებში. მე კიდევ სირიელი ვარ, ახმედა მქვია. ღიმილით მითხრა და შემთხვარი ჰოთ-დოგები მოგვაწვედა. ჩვენი მოსვლა რატომ გაგიხარდა, ახმედ? ჩავეძიე, რადგან შევატყვე, ლაპარაკი უყვარდა. ვიფიქრე იქნებ გვეშვილოს და იაფასიანი სასტუმრო მივგასწავლოს მეთქი. არ მიყვარს დიდ რაიონში ვაჭრობა. ჩემი იაფასიანი ჰოთ-დოგი ვის რათ უნდა აქ. მერე შენ ნება არ არის, სადაც უფრო კარგად გაიყიდე, შენ საქონელი იქითკენ გააგორე ურიკა. ჩემი ნება რომ იყოს რა მიჭის, უფროსის დავალებით აქაც მიწევს ხოლმე მოსვლა. იქ კი სადაც უბრალო ხალხი ცხოვრობს, უსხვა, მოგებაც რჩება, სინანულით მითხრა და მეც მის სიტყვებს ჩავებღავჭე. ახმედ ერთი სათხოვარი მაქვს და იქნებ დამეხმარა. თუ შეძლებ რატომაც არა. დღეს ჩვენი პირველი დღე ამერიკაში. სასტუმროს ვეძებთ, იაფასიან სასტუმროს. საიდან ასეთი კარგი ინგლისური? 3 წელი აქ ცხოვრობ და ახლა დავიწყე ლაპარაკი, ისიც ძლიძლიობით. გაოცება ვერ დაფერა ახმედამ. სკოლაში გვასწავლიდნენ. ნეტად ჩემთვისაც ესწავლებინათ, ახლა ჰოთ-დოგებს ხო არ გავყიდი. ჩვენი კეთილი ფასკუნჯი. ახმედას ფილოსოფია სულაც არ გვაინტერესებდა. ისიც მალე მიუბრუნდა ჩვენ გასაჭის. პრობლემა არ იქნება. მეორე ავენიუზე იმდენი სათქმელო სასტუმროა ვერც დაითვლით. ჩვენ იაფასიანი გვინდა, ისევ დაუკონკრეტე ახმედას. ო, იაფასიანი, აბა მილიონერებთან კი არ გაგიშვებთ. რა იღირება ნომერი, შიშით ვკითხე. $40 იმ ასტრონომიული ციფრების შემდეგ, რომლებიც სხვაგან დაგვისახელეს, მისი პასუხი სიმღერასავით ჩამესმა
თავისუფლად ამოვისუნთქე. ღამის 10 საათი იყო, ახმედამ თქვა, ჩემს მუშაობას აზრი არა აქვსო, წასასვლელად მოემზადა, თან დაგვამშვიდა, ურიკა შევინახავ და მალე მოვარ, სასტუმროდე მიგაცილებდო. სანამ მე და ახმედა საუბრობდით, ვახო გემრიელად ილუკვებოდა, თან თვალყურს გვადევნებდა. მართალია ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმას კი კარგად მიხვდა, რომ საქმე სასიკეთოდ შემოbrunდა. ლაპარაკში არ ჩარეულა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის გაიგებდა ჩვენი დიალოგის შედეგს. ამიტომ როგორც კი ახმედა გაგვეცილა, უმარ ჩემთან მოვარდა. რა გითხრა? ცუდი ამბავია, ჩემო ვახო. დაღვრემლი სახე მივიღე. ნუ გადამრიე, კაცი, ამოღერღე. ბევრი ფული თუ არა გაქვს, სასტუმროს ვერ იშოვითო. რა წახდა ვახო. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, მოწყალების სახში უნდა წახვიდეთო. კი, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ამერიკაში ბევრი უფრო და მაწანწალ ადამიანია. მთავრობას სთირობს, რომ მათ ხელი გაუმართოს. და ასეთი ხალხისთვის სპეციალური თავშესაფარებია გახსნილი. ვახომ თითქოს იგრძნო, რომ რაღაც ვატყუებდი, მაგრამ იმდენად სერიოზული გამომეტყველება მივიღე, ეჭვი გაუქარწყლდა. გამოდის, რომ ბრაჯიაგებთან ერთად უნდა ვიცხოვროთ? ასია, თქვიდა ვახოს პირდაპირ თვალებში ჩავხედე. ისე საცოდავად მიყურებდა, კინაღამ ხარხარი ამივარდა, მაგრამ მისი წეღანდელი მუქარა გამახსენდა და ძმაკაცის ბოლომდე გაბითურება გადავწყვიტე. ახმედა მალე დაბრუნდა და წინ გაგვიწყო. ვახოც ხმის ამოუღებლად გამოყვა უკან. 5 სართულიან სასტუმროს მივადექით, გამიკვიდა კიდეც. ამდენ სათავჯენ შორის ასეთი პატარა შენობა საიდან გაჩნდა მეთქი. მე პატრონი არაბი აღმოჩნდა. ახმედა გვითარჯიმნა და იმანად თავაზიანად მიგვიპატიჟა. როგორი ნომრები გაქვთ და რა ფასიანი? თამამად კითხე. 2 კაციანი ნომერი ტუალეტითა და საშხაპით $120 ღირს, 4 კაციანი 80. ყველაზე იაფი $35-იანია. ოღონდ 1 კაციანია და ტუალეტი და საშხაპიც არ აქვს. ამისა მე პატრონი. ახმედა ძველი ნაცნობები დაემშვიდობე. მანაც თავის მხრივ დიდი მოწყალება გაიღო. ტელეფონის ნომერი ჩამაწერინა, თუ რამეში დაგჭირდებით ამერეკო. კეთილი ფასკუნჯივით, რომელიც ასფურცელას თავის ბუმბულს უტოვებს. შავი კაცები და ხაჭაპური. სასტუმროს მეპატრონე ნანად ნომერში შეგვიწყო. ჩვენი ადგილები გვიჩვენა და გთხოვა სინათლე არ გვენთო, რადგან 6 საწოლიდან 4 დაკავებული იყო და მომბინადრეებს უკვე ეძინათ. მე და ვახო ისეთი დაღლილები ვიყავით, ერთმანეთისთვის ხმაც არ გაგვიცია. როგორც კი დავწექი, მაშინვე გავითიშე და დილამდე გაუნძრევლად მეძინა. თუმცა კარგად გამოძინება ვერ მაცალა. 7 საათზე ვახო შეშინებულმა ხმამ გამაღვიძა. ადი, კაკო, საქმეს მივხედოთ. დამაცადე სადგეჩერება დაიძინე, აუბუზღუნდი. ადექი მეთქი თორემ დაგვერხევა. უფრო გამეტებით შემაჯანჯღარა მან. არ ვემორჩილებოდი, მაგრამ არც ის მანებებდა თავს, ბოლოს არაფერი რომ არ გამოვიდა, სასოწარკვეთ უნდა წამოიძახა. ცუდათაა ჩვენი საქმე, შავი კაცები დადიან და ბოროტი თვალებით გვიყურებენ. რა, ვინ შავი კაცები? ამჯერად კი გამოფხიზდი. შავები რა, ზანგები, გადიან და შემოდიან. სად გადიან და შემოდიან, დავიბენი და ერთი პირობად გავიფიქრე, ვახომ ხომ არ გააფრინა მეთქი. ნომერში, ჩვენ ნომერში. ვახოსთვის წინასწარ არც მithავს, რომ ეს კაციან ლუქში დავბინავდით. ახლა გასულები არიან, ყოველ შემოსვლისას ყურადღებით გვათვალიერებენ. ერთი ჩემთანაც მოვიდა და რაღაც ვკითხა. სულ მოეთქმულად ლაპარაკობდა ჩემი ძმაკაცი. სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ოთახში 2 შავკანიანი შემოვიდა. მომიახლოვდნენ და მეგობრულად ჩამომართვეს ხელი, რატომაც ფრანგულად მომესალმე. Bonjour, monsieur Mabdou, monsieur Boudou, გამეცნი. Hi, Mr. Akaki, Mr. Vachtan. მე წარუდგინე თავი და მეგობარი. მაბდუმ ისევ ფრანგულად მომართა და უთხარი დიდი ბოდის, მაგრამ არ ვიცი მეთქი. მან დამტრეული ინგლისური დამიხსნა, რომ აფრიკელები, ნიგერიელები იყვნენ და ჩვენსავით სამუშაო საძებნელად ჩამოსულა. ჩვენ რომ დაუნახივართ, თუნე ფრანგები ვეგონე და ერთი სული ჰქონდა, როდის გაგვიცნობდნენ. მხიარულ გუნებაზე დავდექი და ნიგერიელებს ვახოს წეღანდელი შიშის შესახებ უთხარი. ისეთი ხარხარი აუვარდათ, ნომერში მყოფ კიდევ 2 მომბინადრესაც გაეღვიძა. ებრაელი სტუდენტები აღმოჩნდნენ, ტურისტებად ჩამოსულები. ერთი სიტყვით საინტერესო კომპანია შეიკრიფა. მე და ჩემმა ძმაკაცმა ახლა კი დავძაბეთ გონება და გავიხსენეთ, რომელ ჩანთაში გვედო თბილისიდან წამოღებული შემწვარი გოჭი და ვახოს ბებიის გამომცხვარი ხაჭაპური. ამოვალაგეთ, ზეჩვენებური ჭაჭა დავადეთ და ამერიკაში ჩვენი პირველი დილის დადგომა საკმაოდ სასიამოვნოდ აღნიშნეთ. $20 ნაყიდი ნიუ-იორკი.
ასე და ამრიგად მე და ვახო ნიუ-იორკში მანჰეტენზე ვართ. სასტუმროში და ამერიკაში სამუშაოდ ჩამოსული კაცის ამპლუას ვირგებთ. ჯერ ცოტა რამ თავადად ქალაქის შესახებ ვთქვათ. ნიუ-იორკი იმ ადგილას მდებარეობს, სადაც მდინარე ჰუდსონი წყნარ ოკეანეს უერთდება. ნიუ-იორკი 5 რაიონისგან შედგება, უმთავრესი მანჰეტენი, სადაც ბედმა გადაგვისროლა, უпростоროდ ტაქსისტმა გაგვაბრძანა. ამავე სახელწოდების კუნძულზეა გაშენებული დანარჩენი 4: ბრუკლინი, ბრონქსი, κουინსი, სტეიტენ აილენდი. მდინარის დელტაში მდებარე კუნძულზე და კუნძულ ლონგ-აილენდზე მდებარეობს. ნიუ-იორკში წელიწადში 250-300 დღე მზიანია, მაგრამ ჰაერი ნოტიოა და ზაფხულობით სუნთქვა ძნელდება. არ ზამთარია მაინდა-მაინც ახარბიოლო. ცაცაბჯენებს შორის მქროლავი ქარი პიტაპი ძვლებში ატანს. თუ ტურისტად დააპირებთ ნიუ-იორკში გამგზავრებას, საამისოდ მაის-ივნისი ან სექტემბერ-ოქტომბერი უნდა აირჩიოთ, დამერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით. პირველი ევროპელი, რომელსაც მანჰეტენზე დაუდგამს ფეხი, იტალიური გემის კაპიტანი ჯოვანო ვერაზანო ყოფილა. ეს 1524 წელს მოხდა. დღეს მის სახელს ატარებს მსოფლიოში სიგრძით მეორე დაკიდული ხიდი, 4000 მეტრი, რომელიც ბრუკლინსა და სტეიტენ აილენდს აკავშირებს ერთმანეთს. ქალაქის მთავარი მდინარე ჰოლანდიური ჰენრი ჰუდსონის სახელს ატარებს, რომელსაც 1609 წელს მას სათავე აუყვა და ძირფესიანად შეისწავლა. 1625 წელს ჰოლანდიიდან ჩასახლებულმა რამდენიმე ოჯახმა იქაურობას ნიუ-ამსტერდამი უწოდა, რომლის გუბერნატორმა სულ მალე ინდიელებისგან წვრილი ნივთების და შუშის ნატეხების ფასად, როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი სულ შეუფასებიათ და იყიდეს კუნძული. მე-17 საუკუნის ბოლოს დასახლება ინგლისელებმა ჩაიგდეს ხელში და როგორც ვიცით, თავიანთი მეფის ძმის უფლისწული იორკის პატივსაცემად ნიუ-იორკი უწოდეს. და დაიწყო ნიუ-იორკის სწრაფი განვითარება. მე-20 საუკუნის დამლევს 1994 წლიდან ქალაქის წინსვლა აყვავებამ პიკს მიაღწია. ესე იგი, მას შემდეგ რაც ქალაქის მერად წარმოშობით იტალიელი რუდოლფ ჯულიანი აირჩიეს, გაწეული 8 წლის გამო ის ნიუ-იორკის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს, ხოლო 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯულიანის ავტორიტეტი ამერიკათა თვალში ერთიორად ამაღლდა. ახალი გზების ძიებაში. ახლა ისევ ჩემი და ვახოს გასაჭირს დაუბრუნდეთ. დასაქმების ყველაზე ნაღდი და საიმედო გზა, რომ ამერიკაში გზის გამკვლევი ახლობელი კაცი დაგეხმარებოდა, თბილისშივე მოგვეჭრა. ალბათ გახსოვთ, ვახოს მეგობარმა ბოლო წუთში როგორ გაგვაწმილა. დავჭით ასე, საკუთარი თავის იმედად. თბილისიდან კი გამოგვატანეს რამდენიმე წერილი ახალგაზრდა ქართველ ქალებთან, რომლებიც სხვა შტატებში მუშაობდნენ ოჯახებში. მიდი რა დარეკე ქართველ გოგოებთან, რამეს გვიშველია, მითხრა ვახომ. სანამ ისინი აქ ჩამოვლენ, ჩვენით მოვახერხებთ რაღაც. მაინც რას აპირებ? ვინ მოგაწვის ინფორმაცია, შფოთავდა ვახო. თუნდაც ეს აფრიკელები, მაბდუს და ბუდუს გავხედე. რა, ამათ რა უნდა გითხრა? თან შეხედე რა შავები არიან, გადაერია ვახო. რავი აბა, არახს კი ურტყამდი მათთან ერთად. ისე რასისტული განწყობა თბილისში უნდა დაგეტოვებინა. არ დაგავიწყეს აქ მაგისტვის გიჭერენ, გავაფრთხილი მეგობარი. ჩვენგან განსხვავებით მაბდუს და ბუდუსთვის აფრიკელ მეგობრებს თურმე სამუშაოს დაუხვედრებია და ახლა მათთვის შესაფერის ბინას ეძებდნენ. რომ გითხრათ, საუფროსო ადგილები დაახვედრეს მეთქი, ტყუილი იქნება. ორივეს ნიუ-იორკიდან მოშორებით ნიუ-ჯერსის შტატში ნავსადგურში მტკიცავად უნდა ემუშავა. ჩვენთვის ახლა ეს ტვირთავის შტატი სანატრელი იყო. ამიტომაც კითხე მათ, ჩვენთვისაც ხომ არ გამოძებნიან თქვენი მეგობრები რაიმე სამუშაოს მეთქი. ნიგერიელებმა თავის შორს დაიჭირეს, თავად კითხეთო. ჩვენს ებრაელ თანამეინახეებს. კი საერთოდ არ აღგლებდათ სამუშაო ადგილების პრობლემა. ამერიკაში სასეირნოდ ჩამოვედი და ვერაფერში დაგეხმარებითო, გვანუგვეშის. კივინატრე ნეტავი ამათ ადგილას ვიყო მეთქი. იქნებ ჩემ ნაცნობთან დაგვირეკა დეტროიტში, ხავს მოეჭიდა ვახო. დამოყვებას რა უთხარი, თორემ მართლა ძიღდა დარეკვა. უპასუხე ჩაფრიქებულმა. არა, არღეს, ჯობს ჩვენ თვითონ ვიპოვოთ გზა. სიამაყის გზნობამ გაიღვიძა ვახოში და მეც უსიტყვოდ დავეთანხმე. ნიგერიელების იმედით. ებრაელმა ტურისტებმა სასეირნოდ დაგვაპატიჟეს, მაგრამ ჩვენ მაბდუსა და ბუდუსთან ერთად მათი კეთილსამყოფელი ნიგერიელების ლოდინი ვარჩიეთ. ტელევიზორს უყურებდით, ლუცს უყავდით და ერთმანეთს 1000 რამეს უყვებოდით.
მხოლოდ ვახოვის და ბაიყუშევით, რომელსაც შიგადაში კამათო იმ ხიარულ ამბავს უთარგმნილი და ისიც ხიარულებაში აკლობოდა ხოლმე. ალბათ გახსოვთ კომუნისტების დროს, როგორ გიგზავნებდნენ ყველაფერ ამერიკოს. სადაც თუ საბჭოთა ტელევიზიას დაუჯერებდით, მხოლოდ უმუშევარი მათხოვრები, ნარკომანი ახალგაზრდები და მსუქანი ბურჟუები ცხოვრობდნენ. და მიუხედავად ამ აკრძალვებისა, ვცდილობდით გვენახა დასავლური ფილმები, დაგვეკითხა უცხოური ჟურნალ-გაზეთები. რამდენჯერ წავსულა თბილისიდან ბიჭები კოჯის მთების მიდამოებში ტელევიზორითა და მძლავრი ანტენებით, ბურჟუაზიული პროგრამების სანახავად. არდა ეს პროგრამები სულაც არ გახდათ საშიში და იმის ღირსი, რომ უშიშროების თანამშრომლებს ენადირათ მათ მაყურებლებზე. ახლაც როცა უკვე სრულიად მშვიდად ვისხედით და უყურებდით ამერიკულ გადაცემებს, წმუნდებოდით, რომ ისინი არამატო სრულიად უწყინარი გადაცემები იყო, არამედ ხშირად მოსაწყენიც კი. ყოველ საათში ახალ ამბებს გადმოსცემდნენ, რომლებიც ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის იმხანად მსოფლიოში გახმაურებული სასიყვარულო კავშირით იწყებოდა და მთავრდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს ამერიკელებს სხვა საფიქრალი არ ჰქონდათ. მეც ყველაფერი ამას დეტალურად უთარგმნდი ვახოს. რა გინდა ძმაო, მაგარი ქალი ყოფილა, პრეზიდენტთან რომ არ ესეენა, ცნობილი ხომ ვერ გახდებოდა. თან შანსი აქვს, მილიონები დააწეროს, ამბობდა ვახო. კლინტონი გიждდება, რამდენ ქალთან მქონია საქმე, მაგრამ ასეთი სტერვა ჯერ არ შემხედრია. თან ამ სტუდენტმა შეიძლება პრეზიდენტის სავარძელით დამაკარგვინოსო. სიტყვასიტყვით გადავთარგმნე ტელეკორესპონდენტის მორიგი რეპლიკა. და როცა აღშფოთებულმა მაბდულ და ბუდუს მიმართეთ, გვაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ამერიკის პრეზიდენტის თავის მოჭრეს აქციაზე. ორივეს ერთდროულად სახე გაუწყინდა. თვალის მომჭირად თეთრი კბილები გამოაჩინეს და ახალხარდნენ, მაგრამ რა ახალხარდნენ, მე და ვახომ გაუცებულები შევხედეთ ერთმანეთს. არ ვიცოდით რა გვექნა, ჩვენ გაგვეცინა თუ სიფრთხილე გამოგვეჩინა. ბოროს როგორც იქნა ნიგერიელები დაწყნადნენ. მაბდულ მცრემლები მოიწმინდა და ღიმილით მიპასუხა. რა გითხრა აკაკო, ნიგერიაში ამ თემაზე ლაპარაკისას ყველა სიცილი ყდება. ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამ უნდა შეუშალოს ხელი პრეზიდენტს იმაში, რომ ქალთან გაიაროს. ისე როგორი ქალები არიან ნიგერიაში, უფრო საინტერესო თემაზე გადავედი. მაბდულ თვალები მინაბა და ისე ამოიხრა, მივხვდი ზედმეტ ლაპარაკს ადგილზე ჩასვლა და საკუთარი თვალით ნახვა სჯობდა. რამე რო იყოს ვიზად გამომიგზავნი, ნიგერიაში რომ ჩავიდე, ოღონდ შენ ჩამოდი და იმდენ ქალს შეგახვედებ, შეიძლება აღარ დაბრუნდე უკან. აფრიკელები კვლავ ახრახარდნენ. მე კი ამისთვის ყურადღება აღარ მიმცევე და იმაზე დავფიქრდი, თუ როდი შეიძლებოდა შავ კონტინენტზე მოხვედრილიყავი. ნეტავ შენი ჭკუა მოგცა და მე კიდევ ფული, ოცნებაში წასული ვახოს ამ დამცინამა რეპლიკამ გამომარკვია და არ თუ ისე სასურველ რეალობაში დამაბრუნა. კიდევ ერთი შარი. აკო, მაიმუნი და ხელიდან წასული რომ ხარ, კი ვიცი, მაგრამ საქმეს არ უნდა მივხედოთ, ცოტა ხანში შემომიტია ვახომ. რომელ საქმეს? მოვისურველე თავი. ამაგიჟებ, ამერიკაში სამუშაოდ ჩამოხვედი თუ სასტუმროში საკოტრიალოდ? უბიციგნა კი ამოვიღე და იმ ქართველებთან დავიწყე რეკვა, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. ზოგი შინარ იყო, ზოგს მისამართი გამოეცვალა, უეცრად ახმედა გამახსენდა და მის ტელეფონის ნომერს დაუწყე ძებნა. ახმედა გამახსენდა, ახო, ის დაგვეხმარება ყველაფერში, ახტაცებულმა წამოვიძახი. შეეშვი ამ შავებს და სხვა ფერადებს, ხომ ხედა მაგათგან ხეის ვერ მიიღე, დაიწყო ვახომ. ჯერჯერობით ახმედა წყალობითა აქ რომ ვარ და არა ქუჩაში, გავახსენე რასისტს და ახმედას ნომერი ავკრიფე. ამჯერად გამიმართლა, არაბმა მითხრა, როგორც კი სამუშაოს მორჩები, გამოგივლითო. დრო ნელა გადიოდა. მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ორი კაცი შემოვიდა. ერთ-ერთმა მათგანმა ზღურბლიდანვე დამტრეული ქართული დასჭექა. გამარჯობა ბიჟო, იგი ჩვენი ნომრის ებრაელი მობინადრე აღმოჩნდა. მასაც და მის მეგობარსაც შამპანურის ბოთლი ბეჭირათ ხელში. საიდან ქართული? ისრაელში ბევრი ქართველია, მაგათგან ვისწავლე სიტყვები. დილით რომ ხაჭაპურზე დაგეპატიჟეთ, გონია დაგვავიწყდა? პიცამ მოვიტანეთ, შამპანური თითო ჭიქა დავლიოთ. ებრაელი სტუდენტები შონი და არონი მშვენიერი თანამოსაუბრენიც აღმოჩნდნენ. ისე გავერთო, რომ სულ დამავიწყდა, ახმედა რომ უნდა მოსულიყო. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ზღურბზე ახმედა გამოჩნდა. ხოდოგებით სავსე, პარკითა და მეგობრის თანხლებით. ვა, ახმედ, მოხვედი, გამიხადა მისი გამოჩენა. ჩემი კოლეგა ჰასანა, სამუშაოზე ბევრი ინფორმაცია აქვს, დაგეხმარებათ.
გამოცნო ახმედამ მეგობარი. ჯერ სუფრასთან სამსახურზე მერე ვილაპარაკოთ, უთხარი და არაბები და ებრაელები ერთმანეთს წარუდგინე. ბიჟო, არ გეწყინოს, მაგრამ უნდა დავტოვოთ. მე და შონი ქალაქში უნდა გავიდეთ, საქმე გვაქვს. მითხრა 5 წუთის შემდეგ არონმა. ხომ არ გაწყენინეთ რამე? დაბნეულმა ვიკითხე. არა, რას ამბობ, უბრალოდ ისინი ამათან ერთად სუფრასთან ჯდომა ჩვენთვის მიუღებელია. აი კიდევ ერთი შარი, ვიდექი გაუგნებული და არ ვიცოდი რამე თქვა. შონი და არონი ვესტიბიულში გავიდნენ. მე დაბნეულმა სუფრას გადავხედე. კარგი ცხოვრების მაძიებელნი კალატოზებადაც დაგვიწუნეს. არაბებმა სამუშაო შემოგთავაზეს. ადგილები ძირითადად სავაჭრო ობიექტებზე იყო. საკვები პროდუქტებით ქუჩაში ვაჭრობა ორივეს გვეხამუშა და შეთქმულებივით ერთდროულად თქვით უარი. არაბებმა ახლა რაღაც ოფისების მისამართები მოგცეს. მიხვდა იქნებ თქვენი პროფილის სამსახური იშოვოთო. მეგობრულად დაგვემშვიდობდნენ და არც თავიანთი კოორდინატების დატოვება დავიწყებიათ. ნიუ-იორკი ან ძალიან უნდა გიყვარდეს, ან არა. ნიუ-იორკში სულ 2 დღე ჩასულები ვიყავი და ხეირიანად ქუჩაში არც კი გაგვევლო. ლუდისთვის თუ გავიდოდით, სასტუმროდან გვერდით მდებარე მაღაზიაში და სულ ეს იყო. დილით ვიფიქრეთ, ებრაელებთან ერთად გავსულიყავით ქალაქში, მაგრამ ამერიკაში დროს ატარებლად ჩასული ჩვენი თანანომრელები გამთენიისას დაბრუნდნენ და ძალიანაც რომ მოგვენდომებინა, მაინც ვერ გავაღვიძებდით. გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად გავსულიყავით ქალაქში და სასურველი ოფისი მოგვეძებნა, სადაც სანატრელ სამსახურს მოგვართმევდნენ. ნიუ-იორკი ევროპის დიდი ქალაქებივით არ აშენებულა. არც ერთიანი გეგმა ყოფილა თავდაპირველად. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ფული და სურვილი ჰქონდა, შეეძლო ნებისმიერი არქიტექტურული სტილის ნაგებობის აშენება. მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქის შენობათა ჭადრაკისებრ განთავსებას. საკმარისია ზემოდან გადახედოთ მანჰეტენს და მიხვდებით, საიდან დაიწყო ამ ქალაქის განვითარება. ძველ უბნებში, რომელსაც დაუნთაუნს ეძახიან, სულ მიხვეულ-მოხვეული ქუჩებია. იქ თითოეულ ქუჩას არა მარტო თავის სახელი, არამედ საკუთარი ხასიათიც აქვს. ამ მიდამოებში რამდენჯერმე მაინც უნდა იყო ნამყოფი, რომ გზა არ აგებნეთ, მაგრამ თავის დაზღვევას შეგიძლიათ. ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ სპეციალურ რუკას, რომელშიც ისე დაწვრილებითაა აღნუსხული ყველაფერი, რომ ვახოსნაირი უცხოელიც ადვილად გაიკვლევს გზას. სულ სხვა სიტუაცია, როგორც კი მაღლა აუყვებით. იქ ქუჩები დანომრილია. ვერტიკალურად განლაგებული ავენიუები კუნძულის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული. სულ ნიუ-იორკში 12 ავენუია, ხოლო ჰორიზონტალური ქუჩები, სტრიტები 140 აღწევს. ნიუ-იორკზე რას აღარ ამბობენ? იქ ბევრი ისეთი ადამიანი შეხვდებათ, რომელიც მხოლოდ აძაგებს და არაფერი მოსწონს ამ ქალაქის. მათი აზრით, ნიუ-იორკი ნაგვის, გარყვნილებისა და ყოველგვარი უკეთურობის ცენტრია, სადაც ნორმალური ადამიანი ვერ იცხოვრებს. ნიუ-იორკი ან ძალიან უნდა გიყვარდეს, ან გეჯავრებოდეს. საშუალო გზნობა აქ უნდა გამორიცხოთ. ჩემი აზრით კი, თუ დანაგვიანებულ ქუჩებს წინა პლანზე არ წამოწევთ და ქალაქის ცხოვრების ნამდვილ რიცხვს ჩაწვდებით, დარწმუნებული ვძანდებოდეთ, დადებით იმპულსს მიიღებთ და ნამდვილად არ ინანებთ იმის გამო, რომ ნიუ-იორკში მოხვედით. ამ ინფორმაციის შესახებ გზამკვლევშიც გადავიკითხე რაღაცეები და თამამად შეუდექი სასურველი ოფისის ძებნას. თითქოს ქუჩებში ორიენტირება არ უნდა გაგჭირვებოდა, მაგრამ ზოგჯერ გზები გვერეოდა და იძულებული ხდებოდით გამლელებისთვის გვეთხოვა დახმარება. დილის საათები იყო, ფეხით მოსიარულნი ისეთი შიჩქარი დაქროდნენ, კითხვას კი არა, თვალის მოკვრასაც ძლივს ვასწრებდით. სწრაფი ამერიკელები ხან-ხანს წამკრავდნენ, ხან დიპლომატს, ან ქალის ჩანთას, თუმცა ყოველ ასეთ შემთხვევას მოჰყვებოდა სიტყვები excuse me, sorry, უკაცრავად ბოდიში და დაყენებული ღიმილით. საერთოდ ამერიკელებს ამ სიტყვებს ისე ხშირად წარმოთქვამდნენ და ღიმილიც ისე ავტომატურად უჩნდებოდა სახეზე, რომ სულ მალე მომაბეზრებელიც კი გახდა. როგორც იქნა ნანატრი ოფისი ვიპოვე და შენობაში შევაბიჯეთ. როგორც მოგვიანებით შევიტყვი, ისეთი სამსახური, რომელიც მოქალაქეთა დასაქმებას მისდევს, ნიუ-იორკში საკმაოდ ბევრია. მაშინ კი ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც კედლებზე გაკრული ფერად-ფერადი ფუძლებიდან ასევე ფერად-ფერადი სხვადასხვა პროფილის სამუშაოთა ჩამონათვლელი ვიხილეთ.
მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში კარგი სამსახური შოვნა კარგ ცხოვრებასთან ასოცირდება. ამიტომ წინასა უკვე მე-7 ცაზე დავფრინავდით. სამწუხაროდ ჩვენი აღმაფრენა დიდხანს არ გაგრძელებულა. აქამდე ვისაც კი დაველაპარაკეთ, ან პაკისტანელი იყო, ან არაბი, ან შავკანიანი. ამ ამბავს შეჩვეულებმა ახალ ამერიკასავით აღვქვით ქელა ანგლოსაქსი მამაკაცი, რომელმაც გასაუბრებაზე მიგიწვია თავის კაბინეტში. ოფისის მენეჯერმა უკვე კარგად ნაცნობი ხელოვნური ღიმილით შემოგთავაზა დასხედითო და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. რა შეგიძლიათ და რა სამსახური გინდათ? თითქოს ასეთ შეკითხვას არ მოველოდი. ვერაფერი უპასუხე. ჩემდა საბედნიეროდ მასპინძელმა განაგზო. უმაღლესი განათლების მქონეთათვის სამუშაო არ გვაქვს. შემიძლია შემოგთავაზოთ ელექტრომექანიკოსის, კალატოზის, მზარეულის და მატარებლის მემანქანის ადგილები. გადაიხდით $200 და მისამართსაც მოგცემთ. მანამდე ვესტიბიულში ანკეტები შეავსეთ და შემომიტანეთ. თან ანკეტის ფურცლები გადმოგცა და წამოდგა. ახლა რა ავირჩიოთ? კითხեց მაკაც ოთახიდან გამოსვლისთანავე და კიდევ ერთხელ გავუმეორე სამუშაო ადგილების ჩამონათვალი. ეს რა სამსახურებია? აემრიზა ვახო. რა იყო პირდაპირ ფილმის პრეზიდენტობას აპირებდი თუ როგორაა შენი საქმე? არა, უბრალოდ ხომ იცი, მატარებლის ნაღდად ვერ მართავ. ელექტრიკოსობა ნათურის გამოცვის დონეზე ვიცი. ჭამაკი მიყვანს, მაგრამ გაკეთებას რა მოგახსენო. ვახო, არმიაში მშენებლობაზე მიმუშავია. აგურებს და ბლოკებს ასე თუ ისე ვაწყობდი. შენს გასწავლი ადვილია. მოდი კალატოზებად წავიდეთ. მიხსნა ჩემმა ჯარის დროინდელმა გამოცდილებამ. ძიმე სამუშაოა, თან ჭუჭყიანი. იქნებ სხვა რამე მოვიფიქრო, დამიწუნა არჩევანი ვახო. ძმაო, მშენებლობაზე თეთრი წინსაფრებით არავინ დადის და თუ თეთრი წინსაფარი და ზედაც თეთრი ოთხკუთხედი ქუდი მოგწონს, მზარეულის ადგილის თავისუფალია. შენ მზარეულად წადი, მე კალატოზად ვიმუშავებ. ბოლოს კალატოზობაზე შევთანხმდით. ანკეტები შევავსეთ და მენეჯერის კაბინეტში შევედით. ძალიან კარგი, ახლავე დაგიწეთ, სად უნდა წახვიდეთ, თქვა და მაგიდის უჯიდან ფურცლები ამოიღო. გაგო, მიდი, კითხე, ხელფასი რამდენი გვექნება? ჩამჩუჩულა ვახო. ეს მე ძალიან მაინტერესებდა, გავბედე და ვკითხე. დასაწყისში საათში $20 მოგცემენ. მე თქვენზეა დამოკიდებული, იყო პასუხი. მენეჯერის ნათქვამი ვახოს რომ უთარგმნე მოულოდნელობისგან გაშეშდა. დაჟილი ოროსანივით მიყურებდა. აშკარა იყო ბედნიერებას უახლოვდებოდით. უეცრად მენეჯერმა შემოგხედა და საშინელი კითხვა დაგვისვა. ლიცენზიები გააქვთ? რა ლიცენზიები? გამიკვირდა. იმის ლიცენზიები რომ მართა კალატოზები ხართ და მშენებლობაზე მუშაობა შეგიძლიათ. ეჭვის თვალით შემოხედა ამერიკელმა. რაც არ ქონდა როგორ წარუდგენდით. ვერაფრით დაგეხმარეთ, მე სერიოზულ კომპანიაში გაგზავნიდით. იქ ლიცენზიის გარეშე არავის მიიღებენ. იცით, ლიცენზია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ნამუშევარს რომ ნახავენ, აუცილებლად მოეწონება და მიგვიღებენ. ჩემი სიტყვების მე თვითონ არ მჯეროდა, მაგრამ შევეცადე ბედნიერება ხელიდან არ დამსხმოდა. უკაცრავად რომელი ქვეყნიდან ხართ? სასაუბრო თემა შეცვალა ამერიკელმა. საქართველოს. თქვენ ალბათ არც social security გაქვთ. ეს რაღაცა სადამებნა ტვინი. ამერიკაში მუშაობის ნებართვა. მისი ტონი აშკარად კაცდებოდა. მაპატია დროს უკმად კარგავთ. ხალხი მელოდება. რაღა უნდა გვექნა. ავდექით და კარისკენ დავიძარით. უეცრად მენეჯერისკენ შევბრუნდი და ვკითხე. ბოდიში, მუშაობის ნებართვა სადღა უნდა ავიღოთ. ცნობაში წაიკითხეთ, იქ ყველა კითხვაზე ნახავთ პასუხს. ქუჩამში რომ გავედით, მეგობრის გამხნევება ვცადე, ეტყობა არც მე მედო მასზე უკეთესი ფერი, რადგან ორივემ ედრულად წამოვიძახეთ. ნუ გეშინიაო. ამაზე მწარეთ, გაგვეღიმა და გზას გაუყევით.